მოგესალმებით ყველას. დღეს აქ შევიკრიბეთ მამაპაპისეული მიწის დამცველნები, საკუთარ სამშობლოში ჭერის არ მქონე ადამიანები, დაუსრულებელი ბირისგან დაზარალებული ხალხი და სოციალურად, ასე ვთქვათ, ყველას ერთი პრობლემა გაგვაჩნია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გამარჯვებას ერთიანად მივაღწევთ, იმიტომ რომ ჩვენს უფლებებს იცავს უფლება დამცველი ბატონი თამაზ ბაკურძე. ტაში თუ შეიძლება. მის ანგარიშზე არის უამრავი გამარჯვება. ოცნების ქალაქის დაარსება, გონიოში გამარჯვება, ქობულეთში მამაპაპისეულ მიწებს დიდი გამარჯვება მოგვეპოვებია. ჩოჩხატი, ბაშათი, რა ვიცით, კაპუტელია ყველგან ეს ადამიანია და ყველგან გამარჯვებას ეს ადამიანი პოულობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ მამაპაპისეული მიწის დამცველებიო, თქვენთან ერთად ხარდახარ ვიბრძოლებთ და ერთიანად გავიმარჯვოთ. თქვენ ჩვენი იმედი გქონდეთ ამაში. ეხლა კი მე ვიდა მამაპაპისეულ მიწის დამცველებს ვიმართოთ ჩვენ ერთი ბრძოლა წარმატებით, ანუ მოვიპოვეთ გამარჯვება ვიზეიმეთ, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვა ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც ასე რომ ვთქვათ ქვას ხედავს. მაგრამ დღეს გიორგი რამიშვილი გამოდის და ამბობს, რომ მე თქვენი კომუნისტური დოკუმენტები არ მაწყობსო, არ ვცნობო. საერთოდ ვის ცნობს ეს ადამიანი? ფულის გარდა ვერავის და ვერაფერს ვერ ცნობს. მაგრამ ჩვენ ვანახეთ როგორ უნდა გაგვიცნოს და როგორ უნდა გვიცნობდეს. ამიტომ ჩვენ ერთიან ბრძოლას გავუმართ. აქედან მინდა კარგად გაიგოს გიორგი რამიშვილმა, რომ ჩვენ ვერ დავჩაგროთ, ჩვენ ვერ წაგვართოს იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა მრავალი წლების მანძილზე სისხლის ფასად, ბრძოლის ფასად, ომის ფასად მოგვიტანეს და შემოგვინახეს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ არ მივცეთ მას უფლებას, რომ ჩვენი წინაპრების საფლავზე გადაიაროს. ჩვენ წინაპრებს აქვს უფლება შვიდი განსვენებისა, ჩვენ ერთიანი ბრძოლით, ჩვენ დავანახეთ თუ როგორები ვართ და თუ რანი ვართ და ვინა ვართ, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ბატონებო. ერთი რამ კარგად იცოდეთ, შვაწყალში არავის არ დაგტოვებთ, თქვენს გვერდში ვიქნებით მეც და ბატონი თამაზ ბაკურიძე და უბრალოდ დაგვიდექით გვერდში ერთად ვიბრძოლოთ, არაფრის არ შეგეშინდეთ, ჩვენ უკანონობას არაფერს არ ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. მე ამაში კიდე ის მამედოვნებს და მაფიქრებიებს, რომ დღეს აჭარაში ყავს ძალიან მაგარი ხელისუფლება. ეხლა აჭარის თავმჯდომარედ ვინც დაინიშნა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩაერთობა ამ საქმეში, ასევე ბატონი ცოტლიანაძე დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, ჩაერთობა ამ ამბავში და არ მიცემს გიორგი რამიშვილს უფლებას ხდები შეასხოს მის მზაკრულ გეგმებს და ჩვენს გვერდში დადგებიან, მე დარწმუნებული ვარ და მადლობა გადავუხადოთ წინასწარ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, ვიმყოფებით ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ეს წუთია იწყება მასშტაბური საპროტესტო აქცია. კადრში ხედავთ თქვენ, აქ იმყოფებიან უსახლკარო ადამიანები, ჩამორთმეული მიწების მეპატრონეები, იპოთეკითა და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები, ასევე ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები და დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები. როგორც ხედავთ, საკმაოდ მოცულობითი არის საპროტესტო აქციის შინაარსი და ისინი უკვე აჭარის მთავრობას, კერძოდ ზურაბ პატარაძეს უკვე მიმართავენ მათი საჭიროებების მოგვარებას და სწორედ ამიტომ ისინი ჯერ შეიკრიბნენ ანბანის კოშკის მიმდებარედ და რამდენიმე წუთში მსვლელობით გადაინაცვლებენ უკვე აჭარის მთავრობის სახლთან და ჩვენ ცხადია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ მიმდინარე მოვლენებს. ის პროზე, ესე იგი, ცოტა უბრალოდ იზრდება უსახლკაროთა რაოდენობა. დასაკვირი არ არის? ქალაქში, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე იზრდება კორპუსები, იქ რომ იზრდებოდეს უსახლკაროთა რაოდენობა. ქვეყანაში არ არის ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, იმ ქვეყანაში ხალხი უსახლკაროდ არიან. ქვეყანაში, სადაც ბიზნესი ყოველწლიურად მოგებას ნახულობს მილიარდობით დოლარს და არ აქვს აღებული სოციალური პასუხისმგებლობა. როგორ აქვს მსოფლიოში? მსოფლიოში ბიზნესი და ხელისუფლება ერთობლივად ზრუნავს სოციალურ პოლიტიკაზე და ავალდებულებს სამშენებლო კომპანიებს, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა შეიტანოს სოციალური პროექტების განხორციელებაში.
ეს რას ნიშნავს? თუ ადამიანი უსახკაროა, ის უნდა დაკმაყოფილდეს. 21 საუკუნეში ადამიანი უსახკაროდ იყოს, წარმოუდგენელია მით უმეტეს მშენებლობის ბუმია საქართველოში, ხო? მაგრამ ხელისუფლება იცით რატომ არღებულობს ამ პასუხისმგებლობას? იმიტომ რომ ყველა უსახკარო ზის სახლში წერილებს 5 წელი, 10 წელი, 20, 30, 40, ზოგი ისებიდის ამ ქვეყნიდან ქირაში ამთავრებს ცხოვრებას. და უცდის რომ მთავრობა მომიტანს სახლში გასაღებს. ასეთი რამ ხალხო არ მოხდება. იმიტომ არ მოხდება რომ არ მომხდარა. აი მაგალითად ჩვენ ქობულეთში გამაპაპისეულ მიწებზე აქ არიან როგორ ვიბრძოლეთ და მივიღეთ ბინები, კომპენსაცია ვერ მივიღეთ, მაგრამ ბინები. ოცნების ქალაქში ჩამოვიდა ხალხმა, დაიკავა სახელმწიფო ტერიტორია, მივიდა მთავრობამ ფულით ჩადო ბიუჯეტში უნდა გამოგხაროთ, მაგრამ უთხარით რომ თუ ერთად ვიკნებით ვერ მოგვერევიანო და დღეს იქ ბინები შენდება. ესე იგი რა არის ხალხო საჭირო? ბრძოლა, ხო? ხო. ეხლა ბრძოლა და ეხლა ერთი გამოსვლით დღეს რომ აქ ჩვენ ვინმე გასაღებს არ მოგცემს, ეს ხო ყველა ვიცით. მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას დღეს. დღეს ვიწყებთ ბრძოლად გამაფრთხილებელი აქციით, რომ ხელისუფლებამ დაგვინახოს. გუშინ წერეთ ჩამწერეს სიაშიო. გამოვედი აქ მოვედი რომ ეს არ არის სოციალური ქსელით ბრძოლა. ეს არის ფიზიკური ბრძოლა. ყველა თქვენთაგანმა ვისაც მართლა უჭირს, უნდა მოვიდეს და დადგეს და არ დასანახთავრობას უნდა დაენახოს. თორემ მე ყოველდღე ხედავენ მაგენი. თქვენ უნდა დაგინახოთ რომ მართლა უჭირთ და თქვენ რო არ მოხვალთ, იტყვიან რომ ბაგურიძე უბერავს მისებურად. ეს მისი ხრიკებიაო. ამიტომ უნდა იბრძოლოთ. კი გვიჭირს, შეიძლება ვიღაცას არ შეუძლია, მაგრამ ახლა დავიჯერო უსახკარო მრავალშვილიანი ოჯახიდან ერთმა წევრბაც ვერ შეძლოს და ვერ უნდა მოვიდეს აქ და ვერ უნდა დაფიქსირდეს ფიზიკურად, დაუჯერებელია. ამიტომ ჩვენი ხალხი ცოტა ზარმაცია. ბრძოლა არ უნდა, გამზადებული უნდა. თუ იგივე ოცნების ქალაქში თავის დროზე ხალხი არ გამოდიოდა, ასე ფანჯრებიდან გამოიხედავდნენ, ერთი აგენი თუ მიიღებენ, მეც მივიღებ, ფიქრობდნენ. მაგრამ ბოლოს რო დავიწყეთ სიების ჩამოწერა, რომ ვინც იბრძოლებს, ის მიიღებს, მე ყველა გამოვიდა. არიქა სიაში არ გამოვჭე. სიაში არ გამოვჭე. ესე იგი, სად არ გიპოვიდნენ, რომ სიაში თუ ვალო რო ეთქვა. ამიტომ ჩვენც ასე გადავწყვიტეთ. ეხლა დღეს ვიწყებთ ბრძოლას იმისათვის, რომ დავენახოთ საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ ამას გადასცემს ტელევიზიები, დავენახოთ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, რომ მობრუნება კაია, უხაროდა რომ მობრუნდა, გამოცდილიაო, თუ გამოცდილია და კაია, აგერ აჰა, ამდენი ხალხი მივალთ ახლა და დავენახებით, რომ რამდენი უსახკაროა, რამდენი საკუთრების უფლებისთვის ბრძოლობს, რამდენი კიდე აღარ შეუვარდები კაბინეტში ჯერ არ გინდა დღეს. ხო და ამი მესმის, მაგრამ კი მესმის თქვენი მაგარია, ძალიან კარგია, გადაიღეთ და აჩვენეს ეხლა ეს რო ნახოს ყველამ რომ ვინმე მართქვას რომ მე იმიტომ ვერ მოვედი რომ ალბათ ვიყავი და შეუძლოთ ასეთი ადამიანები მოვიდნენ დღეს. აქ იმისათვის რომ თავისი გასაჭირი ეთქვა მეგობრებო. ამიტომ აი აქ აგერ ახლა მეგობრებო, ეთქვით რომ არ გამოგჩეს. აქ აი აქ იწყება შენებლობა. მრავალბინიანი კომპლექსი შენდება. ამას აშენებს ბიზნესმენი რამიშვილი ხალხო, რომელმაც სხვათა შორის მიწები წაგვართვა ჩვენ ქობულეთში და არა მარტო ჩვენ. თელ შავი ზღვისპირეთში 21 ობიექტი შეისყიდა ჩალის ფასად. ანუ თქვენი და ჩვენი ქონება. რო დაიგრა საბჭოთა კავშირიდან ეს რო მოვიდა სააკაშვილი, უთხრა რომ მომეციო და მეო ამასო გავარვითარებ, ინვესტიციებს ჩავდებ. არსად ინვესტიცია არ ჩაუდია, ერთი რედისონია აშენა აგერ. რატო იცი აქ ფულია, ფული კეთდება. მერე რომ მიხდა აქ ფული კეთდება, მოიკიდე აგერ ავაშენებო. ხო, შეხავისთან, მაგრამ მე შეუთვალე, მე უთხარი. იქ ხომ მიწები წაგვართო, აჭარას თო ქონება წაართო და სახელმწიფოსთან დადებული ვალდებულება ხო არ შეასრულე. სახელმწიფოს დღესვე შეუძლია დააჯარიმოს, დაასანქციოს და ეს ქონება ჩამოართვას, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიდა, ჩვენ თავაზობთ ასეთ რაღაცას.
აი ვიც ვიბრძოლებთ, ვიც ვიქნებით, ჩაგავაკეთებთ ციას, გადავცემთ მთავრობას და ბიზნესს. რავას ვის პირზე ვერ ვიცხოვრებთ ჩვენ? ხო, ბაწყეს, სწორი თქვა რაცო. მაინც უცხოელმა უნდა იყიდოს. ჩვენი მიწა-წყალია, ჩვენი მხარია, ჩვენი კუთხეა. ახლა სოციალურ სახლებს ხალხო მთავრობა აშენებს სად იცი? სადაც ხალხი უნდა შეუსვა. სადღაც გარეუბაში, დაგარგულში. მამლები რო არ ყივის. ჯო იქ რა უნდა ხალხს? არა, ცუდი ადგილია, ამიტომ მე გუში რაბიშვილს შეუთვალე რომ აი რა ხელახობე გააკეთა შეხედეთ. ეს არ იყო ეს კირის კონსტრუქცია აქ არ იყო. მაგრამ ხელი არ შემიშალოს ამ გიჟმა ბაკურიძემ და მისტაირმა გიჟებთო. ნახეთ ერთი რა ხელა იგი გააკეთა. მაგით შეგვაში გებს ჩვენ მაგით? ან მაგით შეგვაკავებს? შესაძლებელი ეგერ არა, იმ შესაძლებელსაც ჩავ. გითხარით ხალბატონო, რისთვის ხართ აქ, რა მოთხოვნები გაქვთ ვის მიმართ? მივმართო. რომ როგორც კი სამშენებლო პროცესი დაიწყება, ანუ ბეტონის მანქანები ივლისს, ჩემ ბათუმს ვენაცვალები, ჩემი აჭარა მიყვარ, სადაც ჩობილ ვარ, გავსდილ ვარ, დამისორია ის არის, სად მამა პაპა მეგულვის, ჩემი სამშობლოც აქ არის, არ გაცის სასაკდებსა, უკდავების ახეზე და არ გავცნი მე ჩემ სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზე და სამშობლოს დედის კალთები არ გაიცვლება სხვაზე და სათქმელი გითხარით ხალბატონო რისთვის? მე ლექსით მევეფერები ჩემ გემრიელ ხალხს, ლექსით მევეფერები, მე ბევრი გაჭირვება გამომწია, მაგრამ ღმერთი მწამს, ღმერთი მიყვარს, ჩემი ბათუმი მიყვარს, ბათუმო, საქართველოს გაუმარჯო! საქართველოს გაუმარჯო! პირველ რიგში შიდობა საქართველოში ომი არ არის, რაც თავარია, მაგრამ ხალხი გაჭირებულია. რამდენი ხალხიდან სიკეთე გამიკეთებია, ბინებში შემიყვანია, ზოგჯერ ჩემი პურის ჩამიდვია, არ მოუცემიან, ნუ მოუცემიან, მერე მოუცემიან, ინვალიდები მეწოდება, გაჭირებული ხალხი მეწოდება, პენსია დაბალია, არ ყოფის წამლებში, რაქნას ავანტყოფმა, აი ამ ქალმა რაქნას გამანტყუნეთ ხალხო, აი ქალი ფეხით ძალით მევიხო. ჩვენ ცხოვრობთ ნაკირაებში. კერძოები, კერძო სახლები გაძვირდა, ასტუმრები გაძვირდა. მრავალშვილიანები არ უნდა. მრავალშვილიანმა დედებმა რა ჭამოს იმ ბაღანას საჭმელი, ხონდა დაგჭეს. ბაზარი გაძვირდა ხალხო, პურის გაძვირდა, გაზის გაძვირდა. ომია საქართველოში, ომი არ მინდა. მე ვიდეს ორ პასუხზე ხმა გამჩეთ. ჩვენი მთავრობა მარტო ბაკურიძე გვიცავს, ისო კაბინეტში ხდას. ჩამომიყვანე თუ არა და მე ავარ კაბინეტში. მე ავარ მის კაბინეტში. ჩამერიდე. გამოდი. ხალხო, იყვირეთ. გამოდი. გამოდი. ხალხი შეიბრალეთ. გამოდი. 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 ნუ თუ ღმერთიდან არ შეშენია ხალხო, ამდენი ცოდვები, ამდენი ხალხის ვალებშია ხალხი, ბაზარი გაძვირდა. ამ ქალმა გამატანა ფული, მიყიდე აგი, იგი ეს მიყიდე, უყიდე, არ იყო მისი თანხა, დამამატე ჩემი. მეც მინდა ფასები არ იმატებსო. არ იმატებს კი არა ხალხის უმატებს და თავრობას უმატებს, გინდა სიმართლე. პირში მეთქვი ადამიანს. მე ვიდეს თავრობა, გამევიდეს, რატომ არის ადამიანი ნაკირაებში მოქალაქე საქართველოს ტოვებს. ой, ახალგაზრდობა მიდის. რატომ მიდის? იმიტომ მიდის, რომ თავრობა არ სწავლაში ეხმარება, გაჭირებულა არ ეხმარება სწავლაში. რატომ მიდის ადამიანი თურქეთში სამუშაოდ, რომ ორი ლოკმა პური ნახოს და შვილებს აჭამოს. რატომ დატოვეს საქართველო? არ დამეხმარი შენ და წევედი ვიმუშაო, რომ შვილები მარჩინო, არა? მადლობა, შეინახეთ ხმა მთავრობასთან როდივალ იქ დაჭექი. ხალბატონო, გითხარით თქვენი სათქმელი რისთვის ხართ აქ? მისთვის ვარ და ვარ შეშმოპერე. სოციალ დაუცველი ვცხოვრობ ქირით, შვილთან ერთად. ვიყავით ევროპაში დედაშვილი მუშაობდით. მერე გროშე მიჩერეს დახმარება და ვერ ვიმუშავეთ, წამოვედით აქით. თხოვ ხელისუფლებას რომ დაგვაკმაყოფილოს, მოგცენ თავშესაფარი, ჩვენ არ ვითხოვთ
ხო, რო ვიარსებოთ, პენსია არ მყოფნის, წამალი, მე ვარ ახლო მხედველი, თვალით ახლობას დავყავარ, ვერ დავდივარ. და თხოვნით რომ მოგვაქციოს ყველას, მე კი არა მარტო, ყველა გაჭირვებულს. თქვენც გითხარით ქალბატონო. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, ცხოვრობ საქართველოში ვარ ქირით. ხარას ვაკეთებ რომ თავი ვირჩინო, მეგობარი მყავს, ვერ იხედება, ეცაც ხელით დამყავს. მივდივარ, არ გვაქცევენ ყურადღებას, რა ვქნათ, არ გამაჩნია საერთოდ არაფერი. ღიაცის ქვეშ ვცხოვრობ, მუშაობ წლები, რა გავაკეთო არ ვიცი. სად ცხოვრობთ ქალბატონო? ბათუმში. ქობულეთში ვცხოვრობ 15 წელია უკვე ნაქირავებში მყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი მეუღლე რომ არ შეუძლია ჩემს დახმარების გარეშე არც საწოლიდან გადმოსვლა მყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი ვარ 30 კვადრატში იმის გამო რომ არ მაქვს საშუალება 200 ლარზე მეტი ქირა ვიხადო და ვარ უკიდურეს მდგომარეობაში 5 ჯერ შევიტანე გამგეობაში ქობულეთში ვინმე დახმარება არ გამიწია არანაირი არაფერი არ დამაჩინა ყველანაირი საბუთი მაქვს მოძიებული ჩაბარებული მაქვს ქობულეთის მერიაში ძალიან გთხოვთ რომ გამიწიოთ დახმარება ძალიან უკვე 15 წელია ვარ ქირით ამ ქირის გადახდის საშუალებას ნამდვილად არ მაქვს აი ჩემ ერთ შვილს გეფიცებით ისეთი გაჭირებული მდგომარეობა მაქვს მე ვარ მესამე სტადიის სიმსივნით კერძე მქონდა სიმსივნე ურნალობის ქვეშ ვიმყოფები 27 წლის ვიყავი და ამფრიდი 3 თვის ბაღნით დავჭი ქუჩაში რომ მიტყვემა გამოვნახე საშუალება აქ ქნობამდე მოვედი მაგრამ ეს ავატყობობა რომ ავიგდე აღარა მაქვს იმის შეძლება და იგი სადაც არ მივედი ვინმე არ მიმიღო სამუშაოდ ცალი მკვერდი მოკვეთილი მაქვს ვინმე არ მიმიღო სამუშაოდ რომ მივიდე და ვიმუშაო ერთი ბაღანა იმუშაობს სანდასუფთავებაში 1200 ლარი ხელფასია როგორ ვიცხოვრო 1200 ლარი ხელფასი ქირა ვიხადო თუ თავი გავიტან მადლობა თქვენ ისმენთ აქ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მქონე ადამიანების მოთხოვნებს როგორც თქვენ კადრში ხედავთ ახლა საპროტესტო მსვლელობა დაიძრა აჭარის მთავრობის მიმართულებით მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ აქ იმყოფებიან უსახლკარო ადამიანები მათ შორის იპოთეკით დაზარალებულები ასევე სხვადასხვა დროს საკუთრების უფლების ჩამორთმეულების საპროტესტო აქცია, ასევე ბათუმის ბულვარში თვით დასაქმებულები, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობა შეუწყვიტეს და მათ შორის აქ იმყოფებიან, როგორც მითხრეს, მშენებლობით დაზარალებული პირები. ეს არის რამდენიმე სოციალური ჯგუფის გაერთიანება და მათი პროტესტი, როგორც გითხრეს, ეს არის გამოფრთხილებელი აქცია. და იმ შემთხვევაში თუ აჭარის მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ცხადია პერმანენტული აქციები გაგრძელდება. ახლა საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს უკვე რუსთაველის ქუჩაზე, გზა არის გადაკეტილი და შეძახილებით მიემართებიან აჭარის მთავრობის მიმართულებით. მოდით პირდაპირ ეთერში მოусმინოთ მათ სათქმელს. მაგრამ ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, იქნება პრინციპული და ბოლომდე ვიყვათ დაწყებულ საქმეს. აქ არიან ასევე ოჯახები, მამაბაბური მიწების დამცველები, რომლებსაც ჩამოართვეს სხვადასხვა დროს საკუთარი მამაბაბისეული ნაბრძოლი მიწა-წყალი და დაეუფლნენ როგორც შახაბაზმა თავის დროზე და ასევე მოხდორმა მტრებმა ისე დაეუფლნენ ჩვენი წინაპრების მიერ ნაბრძოლ მიწა-წყალს. და როდესაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან მივედით და უთხარი, იცით რა გითხრა? თქვენ ლენინმა წანართვათო და ლენინთან მიდი. ლენინთან მიგიყვა და შეგარჩენდა ღმერთმა, ჩვენ არ მივიდა ლენინთან. ხო და ამიტომ ის ფინანსთა მინისტრი ეხლა დღეს აღარ არის. მე მგონი ლენინთან უკვე უფრო მადმინის ვიდრე ჩვენ, მაგრამ მე მინდა ყველა მთავრობის წევრმა იცოდეს, რომ ლენინთან ჩვენ არა, მაგრამ თქვენ ნამდვილად ძალიან მალე მიხვალთ, თუ ჭკვაზე და აზრზე არ მოხვალთ. ჩვენს ერთიანობას გაუმარ? გაუმარ? გაუმარ?
ეს არის საპროტესტო მსვლელობა აჭარის მთავრობის მიმართულებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ იმყოფებიან იპოთეკით დაზარალებულები, ჩამორთმეული მიწების მფლობელები, მათ შორის ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აქ არიან ასევე უსახლკარო პირები. ბევრი ადამიანი 5 წელი, 10 წელი, 20, 30 წელი არა ადამიანურ პირობებში, ნესტში, სიცივეში, წყალში და რა ვიცი, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ქირით, მაგრამ დღეს დადგა დღე, როდესაც ქირად სადატრელი გახდა. რატომ? იმიტომ რომ გაძვირდა მე ძალიან ბევრი ოჯახი წერს, რომ ქირის ფულიც აღარა გვაქვს, ქირა გაგვიძვირეს, ქირა გვაგდებეთ და ბატონო თამას რაღაც მიშველეო. მე რა უნდა ვუშველო, ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო, ყველა უსახკაროს მივმართო, უთხრა, რომ ხალხო, წლები აელოდებით წერილებზე პასუხს, მოდის პასუხები და გეუბნებიან, რომ ჩვენ არა გვაქვს დინები, ამიტომ უნდა გამოხვიდეთ და დაიწყოთ უნდა ბრძოლა საკუთარი ღირსებისა და საცხოვრისის გამო. ეს ბრძოლა დღეს დაიწყო და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ოცნების ქალაქში 1700-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ბინა, მე დარწმუნებული ვარ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოლებს, ისიც მიიღებს ბინას. მეც მაგდას დაგიწყდო. ასე გადავიდეთ ევროპის მოედნიდან შევიდეთ. როგორც ხედავთ, საპროტესტო მსვლელობა მიდის რუსთაველის ქუჩაზე, რომლის ფარგლებშიც გზის ერთი ნაწილი უკვე გადაკეტილი არის, სატრანსპორტო მიმოსვლა არის შეწყვეტილი და როგორც კადრში ხედავთ, თანდათან ხალხის რაოდენობა იზრდება. მოვიდა ახლა მეუბნებია, რომ აქ ქობულეთიდანაც არიან ჩამოსული, ბათუმის მოსახლეობაც არის უსახკარო ოჯახები. მე დარწმუნებული ვარ, ვინც ამას დღეს ნახავს, ხვალ ზეკ, მას ზეკ, კიდე შემოგვიერთებიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმი გახდება საქართველოს დანარჩენი ქალაქებისთვის სამაგალითო, როგორ უნდა იბრძოლო, რომ მიაღწიო ბრძოლის დაწყების დროს იმ მიზანს, რა მიზანიც გქონდათ. გაგვიმარჯოს ხალხო, ჩვენს ერთიან ბრძოლას გავმარ! 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 აი ახლა გაზეთი ბათუმელები შემოგვიერთა, მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ ზია ამაღლობელს. ეს არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ჩვენს უფლებებს აშუქებდა, იცავდა, ჩვენს ღირსებას იცავდა და მე მიმაჩნია, სხვა პატიმრებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზია ამაღლობელი არ უნდა იყოს პატიმრობაში და აქედან ჩვენ ყველანი მას უცხადობთ სოლიდარობას, ხნეობას, გამძლეობას და მე დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს. გაუმარჯოს ზიას! გაუმარჯოს! თავისუფლება რა თქმა უნდა უსურვოთ. მადლობა. ბათუმელები ახლა პირდაპირ გადაცემს, აჭარა ტაიმს მინდა მადლობა უთხრა იმისათვის, რომ ისინი ყოველთვის ჩვენი პრობლემების თუ ვერ მოდიან, აუცილებლად ინტერესდებიან, მასალები მიაქვთ, აქვეყნებენ, იმიტომ რომ ჩვენი გამარჯვება ხალხო მედიის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. მოდი ყველა ჟურნალისტ, ყველა მედია საშუალებას მივესალმოთ და უსურვოთ გამძლეობა, ხნეობა და მშვიდობიან საქართველოში საქმიანობა. გაუმარჯოს! დამოუკიდებელ მედიას გაუმარ! 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 ღმერთმა უქმნას, რომ დამოუკიდებელი მედიის არსებობა გაქრეს საქართველოში. ვაშა და დიდება დამოუკიდებელ მედიას. გაუმარ! 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 მადლობა, მადლობა ყველას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპროტესტო მსვლელობა ახლა რუსთაველის ქუჩიდან მიემართება აჭარის მთავრობის მიმართულებით, რის გამოც სატრანსპორტო მიმოსვლა რუსთაველის ქუჩის ერთ ზოლზე ამ ეტაპზე არის შეწყვეტილი. აქ იმყოფებიან როგორც იპოთეკით დაზარალებულები, ასევე სამშენებლო ობიექტების შედეგად დაზარალებულები, ჩამორთმეული მიწის მფლობელები, ასევე აქ იმყოფებიან
ბათუმის ბულვარში თვით დასაქმებულები, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი სოციალური კატეგორია ეს არის უსახლკარო ადამიანები, რომლებიც აჭარის მთავრობას დახმარებას თხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბ პატარაძის მეორედ დაბრუნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სამუშაო კვირის პირველ კვირას ასეთი მასშტაბური აქცია მოჰყვა და აქ შეკრებილი ადამიანები ცხადია მიმართავენ პატარაძეს, რათა მათი სოციალური საკითხები მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობენ, პერმანენტული აქციები გაგრძელდება. ჯერჯერობით გახდება. ხო, ძალიან არ დახარჯოთ ეხლა. ეხლა ჩვენ წაღან ჟურნალისტმა მითხრა მეგობრებო, რომ ესე იგი ბატონი ზურაბ პატარაძე, რომელიც ახალი თავმჯდომარე გახდა, თურმე დღეს ყოფილა პირველი დღე. და მე წარმომიდგენია, რამდენად გაუხარდება ჩვენი მისვლა. ესე იგი მე მგონი გარეთ გამოვარდება კარებში, ჩემო ძმებო და მეგობრებო, აჯანლებო, ჰადიყავთ აქამდე უკვე. მე გედაცვალეთო იტყვის. კი, ასე ყველა ამბობს, ყველა თავმჯდომარე როცა მოდის ხელისუფლებაში, ამ კიდე არჩევნების წინ ხალხს ხდება, ეუბნება, ჩემი კარები თქვენთვის ღიაო. და საბოლოო ჯამში მისი დაფესავებისთვის ღიაა და ჩვენთვის დაკეთილია. ჩვენს ერთიანობას გაუბარ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ ისმის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მოთხოვნები, ისინი ითხოვენ ბინით უზრუნველყოფას, ასევე ითხოვენ იპოთეკით დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების გადახედვას, ასევე დაუსრულებელ შენობაში მცხოვრებლები ითხოვენ პირობების გაუმჯობესებად. ასევე ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობა შეუწყვიტეს, ისინი ითხოვენ სამუშაოს გაგრძელებას. და აქ ასევე იმყოფებიან ქობულეთში მამა პაპისეული საკუთრების მიწების ჩამორთმევის გამო ისინი ითხოვენ, რომ ხელახლა დაუბრუნდეთ მათ საკუთრების უფლება. ჩვენ ცხადია პერიოდულად ვაშუქებთ ამ ადამიანების საჭიროებებს და ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ამ ადამიანების ხმა ისმის პირდაპირ ეთერში. სულ ცოტა ხანში აჭარის მთავრობასთან მივა საპროტესტო ცვლილება და ისინი ზურაბ პატარაძეს უკვე სამუშაო კაბინეტთან კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ქართულ ოცნებას ამ ადამიანების საჭიროებები კვლავ აქვს მოსაგვარებელი. ყველა ერთად აკვირდა. მაგი ჯერ არ დაწებულა. ახლა მეუბნებიან კალიფას კორპუსებთან დაკავშირებით რა ხდებაო? არაფერი არ ხდება მეგობრებო, იმიტომ რომ სახელმწიფო უნდა შეიტანოს ბიუჯეტში თანხა, რომ ის ბინების საცხოვრებლად გადაკეთდეს, თქვენ იცით, რომ საცხოვრებლად ისინი არ ვარ და უნდა გადაკეთდეს, იმისათვის რომ გადაკეთდეს ბიუჯეტში უნდა შევიდეს ცვლილება, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და სავარაუდოდ ალბათ ყველაფერი ეს მოხდება ჩვენებში. მივდივარ. კი, ტროტუარი პოლიცია იბოძრაოს. რა ქვია ხალხმა ტროტუარი იბოძრაოს? ესენი საიდან ჩამოვიდნენ? აი პოლიციამ შეახსენა აქციის მონაწილეებს, რომ ტროტუარით ისარგებლეთ, გზა არ გადაკეტოთო, მიჩნდება გასცა. ეთი ამდენი ხალხი გადაწიე, მიდი თუ გაგზალა. ჩვენს ერთიანობას გაუმარჯოს ხალხო.
ვერც პოლიციის შეგვაშინებენ, იმიტომ რომ პოლიცია ჩვენი ფულით ფინანსდება, ჩვენგან ფინანსდება. ხოდა ძალიან გთხოვთ თავში არ აგივარდეთ, განსაკუთრებით ჩამოსულ პოლიციელებს. თქვენ არ იცით ეთქობა აჭარლების ამბავი. ისე გადაგივლია, გადმოგივლია რომ ვერც მიხდებით. და ცოტა ფხილად იყავით. ფხილად იყავით კიდე ჯარიმების მხრივ. ძალიან თუ აგივარდათ თავში. ჩვენს ერთიანობას გაუმარ! 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 ბატონ ზურაბ თხოვ ეხლა პოლიცია არ დაგვაკეთო საქადე და არ დაგვითხო საქარო გადადი გადმოდი. თორე ჩვენ გადავიყვათ და გადმოვიყვათ როგორც საჭიროა ისე. ძალის დემონსტრირება არ გაბედოს ვინმე მაგ. თორე ხვალ მიიღეთ უარეს და ზეგ უფრო უარეს. თქვენ ეძალადეთ თქვენ ხელისუფლებას. არ ჩარაზოთ, კარები არ უნდა ჩარაზო ახლა. არ უნდა დემონსტრირება ძალის, თქვენი არავის არ ეშინია. აქ მოვიდა გლეხი ხალხი და კეთილინებად გამოიყვანეთ და ელაპარაკოს ხალხს ვინმე. თქვენი არავის არ ეშინია. ძალიან გთხოვთ რა. საპროტესტო მსვლელობა მოვიდა უკვე აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც პოლიციელთა მობილიზება მიმდინარეობს. აქ ცხადია, გაკეთება უკვე განცხადებები მეგაფონის საშუალებით, ხმას მიეწვდიან ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა იტყვიან თუ რა ტიპის საჭიროებები აქვთ მათ მოსაგვარებელი. ვიდრე საპროტესტო მსვლელობა, უпростоრად საპროტესტო გამოსვლები დაიწყება, მანამდე ჩვენ შეგვიძლია აქ მყოფ ადამიანებს მოვუსმინოთ და მათგან გავიგოთ უშუალოდ სათქმელი იმ შესახებ თუ რის გამო იმყოფებიან ისინი აქ, რისთვის ჩამოვიდნენ. მოგესალმებით, გითხარით აბა რისთვის ხართ აქ, რა გაქვთ სათქმელი? მე მინდა რომ დემეხმარო ნაგენმა. ეს ხალხი ყველა შემოგვიერთდით. ბინის ცოტა ამბავი. აქეთ, ცოტა იქეთ. ისე რომ ქობულეთში. ყველა გამოვჩნდა. ძალიან გთხოვთ. თქვენც გითხარით თავი. ქობულეთში ვცხოვრობ. სამჯერ გულზე სტენდირება მაქვს გაკეთებული. შაქარი მაქვს. ვეღარ გადავიხადე ნაქირავების ფული, 6 სული ვართ ოჯახში. ქმარი რომ დამეღუპა, ნაქირავებში არ გამაჩერებინეს და მიცხრეს გაიყვანეს სადაცკინდაო. ძალიან ცუდად ვარ უკვე. ვერანაირად ვეღარ ვიხდი ბინის ფულს და ვერაფერს. 6 სული ვართ ოჯახში, რა გავაკეთოთ? რაღაცით ოდიში რატომ ითხოვთ გზის გათავისუფლებას? რატომ ითხოვთ გზის გათავისუფლებას? მანქანებმა რომ იმოძრა. ხალხი საკმაოდ მრავლად არის და შესაძლებელია რომ გზიდან გაჩერდება. რომ ყველა იმოძრა. აი პოლიცია მოუწოდა ამ აქ შეკრებილ ადამიანებს რომ გადაინაცვლონ. ბოდიში გავაგრძელოთ. ერთი გადმოვწადით თქვენ. ვეღარ ლაპარაკობ უკვე ცუდად ვარ. თქვენ გადმოვწადით. შაქარი მაქვს 500 და აღარ შევიძლია ლაპარაკი. თქვენ ეთქობა არ იცით საქართველოს. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვცხოვრობ სახობიას 26-ში, მანამდე ვცხოვრობდი აბიძეზე. 2012 წლამდე ნორმალური ცხოვრება მქონდა, მაგრამ გადატრიალება ისე მოხდა, რომ 2012 წლის მერე დავჭირთ უსახკაროდ. ჩემი მეუღლე ზაური შანგზე არის ომის ვეტერანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი. ხოდა ვარ სხვის ფინანსის სხვა შეგვიფარა და თუ რაიმე იქნება დახმარება და თუ რაიმე მადლის საქმე იქნება, ვითხოვთ რომ ერთ ოთახიანი ბინით მაინც დაგვაკმაყოფილონ, ომის ვეტერანია ჩემი მეუღლე და მას ცემ პატივი. მადლობით მეტი არაფერი არ გვეთქმის და წარმატებებს ვსურვებ ყველას. იმდენი დამეხმარო, როგორ ჩემი ქმარი მკვდარი გარეთ გამოაგდეს, მეც ისე არ გამაგდონ გარეთ. თქვენც გითხარით. ვაშშმ პირი ასევე სოციალურად დაუცველი ვცხოვრობ მარტო ნაქირავებში, მიჭირ სამუშაოს შოვნა, რადგან ვღებულობ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ისედაც არ მიყვანენ სამსახურში, არ მაქვს საცხოვრებელი, ვითხოვ დახმარებას. გასაგებია, მადლობა. თქვენც გითხარით, ქალბატონო, რისთვის ხართ აქ, რა მოთხოვნები გაქვთ? Between what is at Sakhima Katkariu. Kuchashi Gdavar. იქ ვატანებ, იქ ვაღამებ. თავრობა რომ გამოვიდეთ, ეს ორი სიტყვა გვითხრათ, რომ რაცხაში დაგვეხმარო, რომ დამჯდარა კაბინეტში და რომ დასკუპებული რომ გამიაცვლეს აკაგარეთ და ხალხთა გვალახო რამდენი უსახკაროები ვართ. რომ ფარსო მიიღებენ და იჯებენ ჯიბეში. გაჭირებით და ეხმაროთ ხალხს. ამას ვითხოვთ ჩვენ.
მეტი ამას არა. ბინა მოგცეს და ჩვენი კუთხე ჩვენ გქონდეს. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თქვენც გითხარით ხალბატონო, არა გამარჯობათ. კი, მეც ანუ უკვე 6 წელია ჩამოსული ვარ საზღვარგარეთიდან, ანუ ისე მოხდა რომ დევნილი ვარ. ხო და 6 წლის განმავლობაში ვიბრძვი ბინის თაობაზე, არა მაქვს აბსოლუტურად არაფერი, არც მიწა, არც სახლი, არც ბინა არაფერი და ანუ ვითხოვ ბინას. ძალიან მინდა რომ, იმიტომ რომ მე ონკოპაციენტი ვარ, ონკოლოგიური ვარ, არ შემიძლია ანუ ფიზიკურად ძალიან ისე დატვირთული მუშაობა, რომ მე ბინა ვიყიდო. ამიტომ ვთხოვ მთავრობას რომ მომცენ ბინა. ჩემთან 10 წელია ჩემი შვილი ქმარზე გაცილებული, ჩემთან ამის ქმარი საფრანგეთშია წასული შვილით. ხო და არ გვაქვს საშუალება არაფერი შემოსავალი ამას არ აქვს, არც მიწა, არც ნაკვეთი, საერთოდ არაფერი და ვითხოვთ დახმარებას ბინას, რომ მისი კონდეს. რაკნას საწავიდეს 1000 ლარი ხელფასია იმით რაკნას ვერც ნაკირავებში შევა ვერაფერს ვერ გააკეთებს შვილი ყავს ხო იმას უნდა ყველაფერი ჩაცმა ჭამა სწავლა რით გააკეთოს მეც შვილები მყავს ჩემი და ოჯახი მყავს ვერ ვეხმარები ვერაფრით ვითხოვ დახმარებას აუცილებლად უნდა მოხდეს ეს თქვენც გითხარით საკმარისია ჩვენ ოფიციალურად რომ ხშირად ახლა მიწის თაობაზე ვიყავით და მე ამ საქმეს ყოველთვის თამაზი ბატონს რომ სამინუსოში არ ვართ და რაღაცა მინუსი თუ გვახასიათებს ეს ყველაფერი იცის თამაზი. გასაგებია, კარგი, თქვენ ჩვენ ცხოვრობთ ჩაქვში, მიწა გვაჩუქა, ნათესაობა არ გქონდა არანაირი მიწა წყალი, წარმოშობით ხულოდან ვართ. ხო და იქ ეროზიაში ვიყავით, მაგრამ მაშინ არ იყო არაფერი დახმარება ეხა და ეხლა ჩაქვში გვაჩუქა მიწის ნაკვეთი, მაგრამ ჩავდგით ხის სახლით, პატარა ხის სახლით და ეხლა გვინდა დახმარება, მყავს გონება შეზღუდული პენსიონერი შვილი. 4 შვილი მყავს. 6 სული ვიყავით ოჯახში, მაგრამ 2 გათხოვდა და სოციალურ ღებულობდი. მეორე გოგო რომ გამithხოვდა, გაიფარა. მოვიდნენ და გადაამოწმეს და იგიც ჩამომართვეს სოციალ. ხო. თქვენც გითხარით. 35 წელია ქირით ცხოვრობ. 8 შვილის მამა ვარ, უდედოთ ვზდი ამ ბავშვებს და დღემდე ქირით ცხოვრობ და ერთი ბინა ნიუჟელი არ შეიძლება, სად არ დავწერე, სად არ ვიყავი. რა გავაკეთო? მე მყავს შვილი აგერ რომელსაც ყავს 15 წლის ინვალიდი პირველი ჯგუფის ვერ გადაადგილდება თავისით და შუშომოპირი თანაც და ორივე პენსიონერი ყავს ნაკირავებში ქმარს ხელგაწერილია ქმარი წასულია ხო და არ აქვს სახლი კარი ქალაქში ჩაწერილია ვითხოვთ თავშესაფარს გასაგებია, მადლობა. სხვაებიც შეგიძლიათ ბატონო გითხარით. უსახკარობით და ზეიქვე ციარულით და სოციალით 4 შვილი დამეღუპათ და უკარგე. ორი ერთად ერთ დღეზე 1 საათი. 12-13 წელიწადია ვარ სხვის სეზონგარებში და წმინდავ და იმავშობი. მართლა და მოვლენ დაგშვირდებიან არაფერი, მოვლენ დაგშვირდებიან საბუთები მივტანე და არ მიიღეს. არ გვეკუთვნის ჩვენო, არ გვეკუთვნის ჩვენო. ნამდვილად ეს აქცია შემოსავალი რამე არ ეს აქცია უნდა იყოს სამართლიანი ვისაც ნამდვილად არ გაგვაჩნია სახლი და კარი 15 წელი ვარ ნაკირავებში ეტლში მყავს მეუღლე ისეთი მდგომარეობაშია რომ ჩემს გარეშე არც ჭამა არც შანგლის აღება რამე არ შეუძლია არც მუშაობა არ შემიძლია გავიდე და ჩემი ერთი შვილი ვარჩინო ძალიან გთხოვთ გამიწიოთ შუამდგომლობა და დამეხმაროთ ნამდვილად გადაამოწმეთ ყველაფერი 6 თვეში ერთხელ ვიცვლი საცხოვრებელ ადგილს იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება 200 ლარს ვიხდი და იმ 200 ლარსაც ღმერთმა იცის რითი ვიხდი და როგორ ვიხდი ძალიან გთხოვთ ნამდვილად ქირით ცხოვრობ 10-11 წელია 2 შვილით ვარ არანაირი იგი არ მაქვს საშუალება რომ ჯერ ბავშვი ვარჩინო მერე ქირა ვიხადო 400 ლარი მაქვს ბავშვების დახმარება იმასაც ქირაში ვიხდი რით ვარჩინო რა ვუყიდო ბავშვებს ჭამა გაზდა ხონდა პირველი კლასელი მეორე კლასელი ბიჭი მყავს არ მყავს პატრონი მარტო თხელა დედა ძვილს უარები 2 შვილს
თქვენც გითხარით ქალბატონო. მე 20 წელი ქირით ცხოვრობ. ვარ ეხლა პენსიონერი, არავითარი შანსი არ მქონდა რომ ჩემი საკუთარი საცხოვრებელი შემეძინა. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ეხლა ვატარებ ბევრ ქრონიკულ დაავადებებს და ჩემი პენსია წამალში არ მყოფნის. თითქმის რომ ხვალ ან ზეგ ქუჩაში აღმოჩნდები, ქირასაც ვეღარ გადავიხდი. და ასეა ვითხოვთ რომ დახმარებას რომ დაუკმაყოფილდეს ეს უსახკარო ხალხი. ნამდვილად. მეგობრებო, წავედით ეხლა უსახკარო ოჯახების განსაკუთრებით გამარჯობათ, მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან, სოციალურად დაუცველი, 4 შვილის დედა, მუშაობა, სამრეცხაოში თეთრეულებს ვაუთავებ და 45 ლარს მიხდიან დღეში და იმით ვარჩენ ოჯახს. და ძალიან გთხოვთ საცხოვრებელი მჭირდება, ქირით ვარ. 350 ვიხდი, მაგრამ მაგასაც ვერ ვახერხებ. მადლობა. თქვენ ისმენდით აქ შეკრებილი ადამიანების მოსაზრებებს და როგორც ახლა გახდა ცნობილი, მსვლელობით აჭარის მთავრობასთან ვინაიდან არავინ გამოვიდა აქ სასაუბროდ, გადაწყვიტეს რომ მსვლელობით გადავლენ უკვე ბათუმის მერიასთან. მოდით აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს კითხოთ, უფრო სწორედ პოლიციელი. მაგრამ ეხლა იმდენი რაოდენობა ხალხის სავალდაწილზე როგორ გავაკეთოთ? ვაფერხებთ ახლა მოძრაობას, ხო, კარგად იცით როგორ არის არა კანონის შესაბამისად. არა ვართ ის რაოდენობა რომ ვერ გავიშალოთ ჩვენც მოყვებით, გაგეხმარებით, გავნაცვლებით. ადამიანის პროტესტის გამოხატვის უფლება ხომ აქვთ მთავრობის ადმინისტრაციას? გამოხატვის უფლება აქვს, უბრალოდ გზის გადაკეტვის უფლება, რაოდენობა არ გადაგვეცი იმის შესაბამისად. როგორ აკეტავთ ხედავთ? ხო და მიგზავნით, მაგიტომ ხო ჩვენი თხოვნაც ატარა მანძილია და 5 წუთში გავაკეთე. ჩვენი თხოვნაც არის თემურ მონიავა გახლავართ. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვარ. აქედან გამომდინარე, ხოთ გაგეხმარებით, მოყვებით, გადავნაცილდეთ ისე, რომ ერთმანეთს არ ქალბატონო, ეს რა ქვია, ჩვენ პრობლემებს ნამდვილად არ შევქმნით, მაგრამ რა ვიცი, ტროტუარზე გადადითო და ტროტუარზე ეხლა როგორ უნდა ამდენი ხალხი. ჩვენ მერიასთან მივართ და დავაფთავებთ. საპატრულო პოლიცია მოუწოდა აქ შეკრებილ ადამიანებს გზა გაათავისუფლონ და გადავიდნენ ტროტუარზე, რასაც აქ შეკრებილი ადამიანები არ თანხმდებიან. ბატონ თამაზ, როგორ ფიქრობთ, ამდენად მოთხოვნა რამდენად საფუძვლიანი არის საპატრულო? საფუძვლიანი. აი შეხედეთ, ამდენი ხალხია. აი ეს ხალხი ტროტუარზე როგორ გავატარო, მითხარით ახლა. და გვეუბნებიან რომ ტროტუარზე გაატარეთო და რეალურად როცა ხალხის რაოდენობა მეტია, უფლება აქვთ მსვლელობა. ჩვენ ხო ამკეტავთ ქუჩას, არა? ანუ პროტესტის უფლებაც კი ფაქტობრივად აკრძალულია ამ ქვეყანაში. კი, სოციალური პროტესტის უფლებასაც არ გვაძლევენ. ეს ხო პოლიტიკური მოთხოვნები არ არის. ეს არის სოციალური პროტესტი და თქვენ გიხედავთ რომ ამასაც ზღუდავენ. ჩვენ არავის გადადგობას არ ვითხოვთ, არავის სადმე წასვლას არ ვითხოვთ, პოლიტიკური მოთხოვნები არ არის, უბრალოდ სოციალური ხასიათის მოთხოვნებია. ბატონ თამაზ, სოციალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პოლიტიკამ, როგორ არ არის ეს პოლიტიკური მოთხოვნები? არა, პოლიტიკური ვამბობ რომ აი ვინმე გადადგეს, გადმოდგეს, ხელისუფლება შეიცვალოს, არ შეიცვალოს, მაგას არ ვეხებით. მაგათ აბაზია თქვენ. თუმცა თქვენ ითხოვთ ისეთ საჭიროებების მოგვარებას, რაც ცხადია პირდაპირ პოლიტიკასთან არის საკავშირო. სოციალურ პოლიტიკასთან კი ბატონო ვითხოვთ და ხელისუფლება თუ ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ბუნებრივია არჩევნებზე ხალხი შეცვლის ხელისუფლებას, ხო? ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ უბრალოდ არ გვიდა რომ პოლიტიკური ელფელი დაერქვას ამ აქციას და რაც ხელს შეუწყობს მე ხელისუფლებას, იტყვის რომ ეს ხალხი სოციალური მოთხოვნებით კი არ არიან, პოლიტიკურად მართულიაო. აი ეს არ გვიდა. ხო, მაგრამ ბატონ თამაზ, ხომ უნდა ავუხსნათ ადამიანებს ნებისმიერი მოთხოვნა ცხადია პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. რატომ არ ვცდილობთ რომ ამ ადამიანებს ვესაუბროთ იმაზე, რომ მათი მოთხოვნები უშუალოდ დაკავშირებული არის პოლიტიკასთან? კი, დაკავშირებულია გეთახმებით მათი მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან, სოციალურ პოლიტიკასთან. ანუ მე რას გულისხმობ, იცი, პარტიული რაღაცა სახელი რო არ დაერქვას, არც ოპოზიციის, არც ოცნებით. სუფთა წმინდა წყლის სოციალურ პოლიტიკაზე მინდა გაუსვა სპეციალურად ხაზი, რომ არ დაგბრალდეს რაიმე პოლიტიკურად მართული პროცესი. ამას გულისხმობ. როგორ უნდა დაგბრალდეთ რაიმე, როცა ადამიანი ელემენტარული საჭიროებების მოგვარებას ითხოვს? ხო და აი ამას ნიშნავს, ესე იგი სოციალური პოლიტიკა არ ვარ რეგიონში. ამიტომ გამოდიან ეს მოქალაქეები და მოსახლეობა, რომ მიმართონ ხელისუფლებას, რომ სოციალური პოლიტიკა გამოსწორდეს. აი ესაა მთავარი მიზანი. გასაგებია, მადლობა. თამაზ ბაკურიძის მოსაზრებას ისმენდით. საპროტესტო მსვლელობა ახლა მიემართება ბათუმის მერიისკენ. თქვენ ხედავთ, რომ ხალხის ნაკადი საკმაოდ დიდია, რის გამოც მემედაბაშის ქუჩაზე ამ ეტაპზე შეფერხებული არის სატრანსპორტო მიმოსვლა.
პარალელურ რეჟიმში სამდებარეობსო მივადგე უნდა რომ რატო არ არის აჭარის რას გულისხმობთ ბატონო? აი აჭარის ტელევიზია რატო არ მოდის აი სახალხო პროტესტს ამ ბოლო დროს არ მოდის და არ ვიცი და გაითიშა მაუწყებლობს აჭარის ტელევიზია თუ იცი მაუწყებლობს კი და მუშაობს სად არის რომ მივიდეთ და აჭარის რადიოს შენობაში მაშინ ეხლა ჯერ იქ წავალთ რადიოში რომ ეგება გადაიღოთ და დააფიქსირო რეგიონში რა ხდება კაცო მე მიქვის რაღაც აჭარის ტელევიზიის პოლიტიკა საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვალა თუ ჩვენ გვეწინააღმდეგებიან თუ რა ხდება თქვენ შეეტყობინეთ რომ საპროტესტო აქციას ჩატში საერთოდ რამე ისეთი არ თქვა ისა რა ქვია ჩვენ შევატყობინეთ ყველას და ქალბატონ ნაზისთანაც გავედი მე კავშირზე მაგრამ უპასუხოდ დატოვა მან ყველა ჩემი მესიჯი და არ ვიცი რა ხდება ერთი მაინტერესებს რას ნიშნავს როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მოდის საპროტესტო აქციის გასაშუქებლად სადაც ისმის სოციალური აქვთ მიღებული თუ რა ხდება არ ვიცი არასოდეს არ მქონია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურთან მე პრობლემა პირიქით როცა ვერ ვახერხებდით სულ საქმედურებდნენ რატო არ გვეუბნებით რატო არ გვპატიჟებთო და აი მეორე თუ მესამე აქცია ხალხმრავალი და აჭარის ტელევიზია არაშუქებს და მაინტერესებს რა შეასაქმე და მინდა მივიდე ახლა და გავიგო სხვათა შორის იმიტომ რომ ხალხის ტელევიზია ხალხიდან ფინანსდება და უნდა დააშუქოს. მასაგებია მადლობა როგორც უფლებადამცველმა თამაზ ბაკურძემ განაცხადა ცოტა კორექტირება შევიდა საპროტესტო მსვლელობაში და ბათუმის მერიასთან მისვლამდე ისინი მივლენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და კიდევ ერთხელ შეახსენებენ რომ ისინი ფინანსდებიან და მათი ფინანსური წყარო არის ხალხი და ითხოვენ რომ მათი საჭიროებები მათ ეთერში გახმოვანდეს და როგორც თამაზ ბაკურიძემ თქვა ბოლო რამდენიმე საპროტესტო აქცია ამ მაუწყებლის ეთერით არ გადაცემულა და მას აინტერესებს განმარტება მაუწყებლისგან და სწორედ ამიტომ მიდიან შენობასთან რათა ამ კითხვებზე მიიღონ პასუხები საპატრულო პოლიცია ნაწილობრივ ცდილობს რომ მოქალაქეები გადაიყვანოს ტროტუარზე თუმცა ამის შესაძლებლობა მას არ ეძლევა და სატრანსპორტო მიმოსვლა ნაწილობრივ მაინც ფერხდება ჩვენ მივემართებით ახლა აჭარის მაუწყებლისკენ მიმყოფებით მემედ აბაშიძის ქუჩაზე და საპატრულო პოლიცია თავის მხრივ ცდილობს რომ ხალხი გადაიყვანოს ტროტუარზე რაც არ გამოსდის ფაქტობრივად ერთ კუთხეში წახვა თქვენ დაი ვაჩერე ბანკანა იატეკი გაძდა ბატონ თამაზ აჭარის მთავრობასთან ანუ რატო არ გაჩერდით რატომ წამოხვედით გეტყვით ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურმე დღეს დამჯდარა პირველი დღეა ხო და მაგას ახლა ხო პირველი სამუშაო კვირა ახლა მაგას იმდენი ყავა და წყალი არ იქნებოდა რამდენიც ჩვენ ვართ უბრალოდ დავენახეთ დავაფიქსირეთ რომ ეს პრობლემები რეგიონში არსებობს და მართლაც არ გვიდა ახლა პირველივე დღეს არ იქა გამიშვი დამაკავე ვაცლით ახლა ჩვენ ხო პირველი ეს უკანასკნელი არ არის ეს არის გამაფრთხილებელი დღეს და მასშტაბურს და გრანდიოზულს ჩვენ კიდე წინ გვეგმავთ და მივცემთ მას იმის საშუალებას რომ გაეცნოს ახლა ნაწილობრივ კი იცის ეგ პრობლემები მან იმიტომ რომ იგივე პრობლემები რაც მის დროს იყო ნაწილობრივ ეხლაც არის რამდენად გაქვთ მოლოდინი რომ ამ პრობლემებს მოაგვარებს ურა პატარაძე მაშინ როცა ის ხელმძღვანელობა და აჭარის მთავრობას პრობლემების დიდი ნაწილი მან ვერ გადაჭრა ახლა რა მოლოდინები გაქვთ თქვენ იცით რა შეიძლება ბევრი ამბობს რომ ეხლა მას მეტი გამოცდილება აქვს მეტი შესაძლებლობები აქვს მეტი გასახადი აქვს და შეიძლება ეხლა გააკეთოს როგორც მეორეჯერ მოსული. ნახოთ, მე ეხლა ვერ ვიცი დასწარმეტყველებ და თუმცა რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? მე თუ მისი პოლიტიკური ნება იქნება, პრობლემების ნაწილობრივ მოხსნა შეუძლია მას. აი იგივე
დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, უსახკაროებთან დაკავშირებით, რამიშვილთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ეს პრობლემები მას შეუძლია რომ დაძრას. ეხლა 100%-ით ყველა პრობლემას მაგი ვერ მოაგვარებს და ყველა უსახკარო ბიდას ვერ მიიღებს ამ ეტაპზე, მაგრამ ხომ შეიძლება რომ ამდენი კორპუსი ჩემს გვერდით, სადაც მე ვცხოვრობ, 50 ბიდა არის დაკეტილი უკვე წლეებია. ხო შეიძლება უკვე 50 ოჯახის პრობლემა იქნებოდა მოხსნილი. წარმოგიდგენიათ და ის ბიზნესმენები, ვინც მშენებლები არიან, მეუბნებიან რომ მე ავაშენე თეთრი კარკასით, ტექნიკით დავკეტე და ბინები ფუჭდება. ეს ერთ კორპუსია ლაპარაკი. თქვენ გულისხმობთ ბათუმის მერის საბინო ფონდზე, რომ რატომ არის ეს ბინები დაკეტილი თქვენი? არ ვიცი, არც ერთი ბინა, ერთადერთი ჩემს გვერდით, რომელ ბინაზეც მე ვამბობ, რამდენიმე ოჯახი შემოიყვანეს 26 მაისის ქუჩაზე რომ დაიგრა. 26 მაისის ქუჩაზე რომ დაიგრა ის არა ქვია ბინები. აი ეს დადარჩენი ესე იგი ფაქტიურად დაკეტილია ეს ბინები და ეს კითხვა მაინტერესებს რა ეხლა რომ მივალ მერთან ზუსტად მაგას ვეთქვი რომ ქალაქში უამრავი ბინებია დაკეტილი ყველა სამშენებარე კორპუსში აქვს 10, 15, 20% უნდა დაუსვა კითხვა რომ ეს ბინები სად მიდის აი იმიტომ ეს ხალხი მე როგორ ფიქრობთ ბათუმის მერიისგან მიიღებთ ამ კითხვაზე პასუხს მაშინ როცა აჭარის მთავრობიდან არავინ გამოვიდა თქვენთან წინასწარ ვერ გეტყვით ნახოთ ვაიძულეთ რომ ათქმევიო. ასაგებია. საით მიემართებით ახლა სად არის თქვენი მიმართება? მე მივდივარ მაინტერესებს აჭარის ტელევიზია ბოლო დროს რაღაცა გვარიდებს თავს. მიუხედავად იმისა რომ მე მათ ვაცნობე საჯაროთაც თქვი რომ დღეს არის აქცია და ჩვენი რეგიონის ტელევიზია რომელიც ხელისუფლებიდან ფინანსდება რატომ არ მოდის და არ აშუქებს ხალხის ღონისძიებას ეს ხო არ არის პოლიტიკური ღონისძიება თუმცა პოლიტიკური რო იყოს ვალდებულია ანუ რაც რეგიონში ხდება ყველაფერი უნდა გააშუქოს და აი ჩვენთან მე რამოდენიმეჯერ მივწერე ქალბატონ ნაზის საერთოდ არანაირი პასუხი მე კომულაძე ხო საინფორმაციო მე სხვებს მივწერე რომ რამეზე გაბრაზებული ხო არა ეს ქალბატონი ერთი კითხეთ გამაგებინეთ იმიტომ რომ მე არ მიპასუხა და აი ახლა მივალ და გავიგებ რატო არ აშუქებენ რაშია საქმე მოკლედ ჩვენ თითქმის მოვედით აჭარის რადიოს შენობასთან სადაც მივლენ ადამიანები და საზოგადოება მაუწყებელ შეახსენებენ ვალდებულებას რაც მათ გააჩნიათ რადგან როგორც აქ შეკრებილებმა განაცხადეს აჭარის მაუწყებელი არ გამოვიდა გასაშუქებლად აქციის და ხალხის პრობლემებს არ ითვალისწინებს საპატრულო პოლიცია ცდილობს რომ ნაწილობრივ მაინც გაათავისუფლოს სატრანსპორტო მიმოსვლა თუმცა ეს არ გამოდის მეტწილად იმიტომ რომ გზის ერთი ნაწილი მაინც არის გადაკეტილი მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ აქ იმყოფებიან იპოთეკით დაზარალებულები მათ შორის დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულები ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები ასევე ჩამორთმეული მიწის მფლობელები და ასევე იმყოფებიან უსახლკაროები რომლებიც საჭიროებების მოგვარებას ითხოვენ და ისინი მოვიდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და კიდევ ერთხელ შეახსენებენ იმ ვალდებულებას რაც მათ გააჩნიათ საპატრულო პოლიცია ცდილობს რომ გზის ერთი ნაწილი მაინც იყოს თავისუფალი რათა სატრანსპორტო მიმოსვლა არ შეფერხდეს ერთი ზოლი დატოვეთ ახლა ზოლის საკეთ არ გამოხვიდე სადა არის მიკროფონი მიკროფონი ვისა მიკროფონი აგეთა ოთ ხოი ხოი მეგობრებო, რატო მოვედით აქ?
ჩვენ ახლა ვიმყოფებით აჭარის ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ოფისის წინ. ტელევიზია, რომელიც პირდაპირ ემსახურება რეგიონში მიმდინარე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ დღეს აქ მოსვლა მოგვიწია, იმიტომ რომ ჩვენთან ვერ მოვიდნენ დღეს აქციაზე. მთავრობის სახლთან და მანამდე სადაც ვიყავით შეკრებილი. მე მივწერე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ქალბატონ ნაზის, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე და მაინტერესებს ჩვენზე ნაწყენი არის აჭარის ტელევიზია, მე რამე დავაშავე, ან ხალხმა რამე დააშავა თუ რატომ არ მოდის ეს ტელევიზია. მე არასოდეს არ დავპირისპირებულ ამ ტელევიზიას, იმიტომ რომ წლების განმავლობაში თავად ვიყავი თემძონელი და ვინმე რომ რამეს იყო და ფარად ვიყავი გადაფარებული და მაინტერესებს რატო არ მოდის ამ ბოლო პერიოდში ეს ჩვენი ტელევიზია ჩვენს ღონისძიებებს. მესამე აქცია უკვე რომ არ დაშუქდა ჩვენი ამბები. საცხას რაღაცა იმაში რა ქვია ტრამპა ფეხი წამოიკრა იმას აშუქებენ, ჩვენ გამოვდივართ არ გვაშუქებენ. და გვაინტერესებს რა ხდება, რამე ხო არ დავაშავეთ, რამე ხო არ ბოდიში და მივქარეთ. აი ახლა კი მოვიდა ქალბატონი სოფოც მოვიდა ტელევიზიაც, ზუსტად მაგი არის. ძალიან ცუდია რომ მსვლელობის კადრები არ აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა მერისკენ წავალთ მსვლელობით და იმედია რომ წამოვყვებით და ესე იგი ბოლომდე ჩვენს გვერდში იქნებით. და იმედია აწე ჩვენ ხალხით და აქციით მოსვლა საკუთარ ტელევიზიასთან არ დაგჭირდება. კიდევ ერთხელ დიდ პატივისცემას გამოვხატავ აჭარის ტელევიზიის და იქ დასაქმებული ყველა პიროვნების მიმართ, ღრმა პატივისცემად, ყოველთვის ვიქნები თქვენი დამცველი, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება. ეს არ არის ჩემი აქცია, ეს არის ხალხის აქცია და გთხოვთ, ხალხი უყურადღებოთ არ დამიტოვოთ. აი ეს თხოვნა მექნება თქვენთან. მეტი რამე პრეტენზია არ აქვს. ხო ასია მეგობრებო, აჭარის ტელევიზიას გაუმარ ჯოს, გაუმარ ჯოს, გაუმარ ჯოს. ეხლა რომ ჩვენ ძალიან დიდხანს აქ აღარ გავჩერდეთ, ტელევიზია გამოყვება, ეხლა ასე ლამაზად ვცდილობთ, უკვე მივდივართ მერთან, რომ დღევანდელი დღის პასუხი დავიგოთ. წავიდეთ. ერთ ზოლში წავიდეთ, მეგობრებო, როგორც მოვედით ლამაზად, ისე წავიდეთ. მოკლედ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მსვლელობა განახლდა და ადამიანები გადაინაცვლებენ ახლა ბათუმის მერიასთან, სადაც მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გახმოვანდება. კარგი, ასე პირდაპირ მივდივართ ერთ ზოლში. ერთი ზოლი დავიჭიროთ, ერთი ზოლი. ატვენა მხარე დავიჭიროთ და ვიაროთ. ერთი ზოლი დავიჭიროთ. ძალიან დიდი ხენა საპატიო პოლიციიდან. ძალიან გქონდ. ვაბობ რომ გამომიწერეთ მეტი. გავცინდა და ჩემი ისა რა ქვია რაოდენობა და იმიტომ რომ იმათეთ ეუბნები ყველას რომ ვერ დაგიმატეთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საპროტესტო აქციას, საკმაოდ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს და როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, ისინი ითხოვენ ბინით უზრუნველყოფას, ასევე იპოთეკით დაზარალებულების, საბანკო ვალდებულებების გადახედვას, ბათუმის ბულვარში დასაქმებულები კი ითხოვენ საქმიანობის გაგრძელებას და ასევე აქ არიან ჩამორთმეული მიწის ფლობელები და ამბობენ, რომ საკუთრების უფლება უნდა აღუდგეთ მათ. არა, მადლობა. ახლა რომ დავიდე უფლებას.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით უშუალოდ ჩავუვარეთ გაზეთ ბათუმელებს და კიდევ ერთხელ მინდა ხალბატონ მზიას ხდეობა, გაბძლეობა და გამოუცხადოთ სოლიდარობა. ზიას გაუმარ! ზიას გაუმარ! ზიას გაუმარ! მალე მისი თავისუფლება. საპროტესტო მსვლელობა მიემართება ბათუმის მერიისკენ და გადაწყდა ბათუმის მერია მას შემდეგ, რაც მათთან სასაუბროდ აჭარის მთავრობასთან არავინ გამოვიდა. უნდა აღინიშნოს ის, რომ პარალელურ რეჟიმში იმართება კიდევ ერთი საპროტესტო აქცია. სხვადასხვა ტაქსის მძღოლები, ტაქსის კომპანიის მძღოლები მართავენ საპროტესტო აქციას და ისინი ასევე ითხოვენ შრომის უფლებების გაუმჯობესებას. კვირის ბოლო აღმოჩნდა საკმაოდ ხალხმრავალი საპროტესტო აქციებით გამორჩეული, ასე სრულდება კვირა აჭარაში. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია დაახლოებით 3 საათის შემდგომ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ტაქსის მძღოლები მსვლელობას მოაწყობენ ქალაქის მასშტაბით. დილით საპროტესტო ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია პირდაპირ ეთერში გადავეცით. ჩვენი მაყურებელი ინფორმირებული არის იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნები აქვს ტაქსის მძღოლებს. ახლა კი თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენთ აჭარაში მცხოვრების სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მოთხოვნებს. ალა დაბრუნებული იყო ჩვენ ლამაზ საქართველოში. ყველა ჩვენია. ახლა გორგილაძის ქუჩაზე ვიმყოფებით და საპროტესტო მსვლელობა მიემართება ბათუმის მერიისკენ. ფაქტობრივად მოვედით უკვე ბათუმის მერის შენობასთან. საიდან მესვილი იქიდან? ჭიშკრიდან? გამოდით, სკანდირებენ აქ შეკრებილი ადამიანები და ამ ფორმით ისინი ბათუმის მერს თხოვენ გამოსვლას. რომ წაგვართვეს ყველაფერი და ხელსაფარებ ლეილა ქუთკარაძეს სულიკო მახარაძე მუსახკარად დამტოვა. გამოდით და დაიჭირეთ ხალხი დამნაშავეები, ვისაც ხელსაფარებთ თაღლითებს და აჭარაში აჭარის ხალხი უსახკაროდ ქირებში ცხოვრობენ. ქირის გადახდის საშუალება არ აქვს ხალხს და სახლებიდან წრიან ადამიანებს. გარეთ ვართ ქუჩაში დარჩენილები. ბათუმის მერის ეზოსთან მივიდა საპროტესტო მსვლელობა, თუმცა როგორც მე ვხედავ, ჭიშკრები ჩაუკეტავთ, შესაბამისად ვერ მოახერხებენ ადამიანები ეზოში შესვლას. ჩვენ ეზოში გვიდა შესვლა.
კარები რატო დაკეტეთ, კაცო, ხალხს უნდა ეზოში შემოსვა. არ ქდათ, თორე მაგის გამო ხალხი ციხეში არ შეიძლება. ტიშკარს ხელი არ მოკიდოთ, ბაღი ხო? ხო, მაგრამ დაკეტეს. ჩვენ მოვედით აქ, იმიტომ რომ ამ შენობაში ზის ქალაქ ბათუმის მერი ბატონი გიორგი, რომელიც არის ჩვენს მიერ არჩეული. მე მახსოვს, როდესაც ბატონი მერი სხვადასხვა უბანში დადიოდა, ესაუბრებოდა ხალხს და ხალხს პირდებოდა, რომ მისი მამოძრავებელი მთავარი ძალა იქნებოდა მსახური ხალხზე. ამიტომ დღეს მოვედით აქ იმისათვის, რომ ვიცით, რომ დღეს 1 მაისს სრულდება უსახკაროთა გადაცხადების მიღება. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, რამდენმა ოჯახმა გაიარა რეგისტრაცია, თუ ამას არ გვეტყვიან, ის მაინც გვითხრან, რა კრიტერიუმებით იქნება შერჩეული ის ოჯახები და ის ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ბინას. მინდა უთხრა ასევე ბატონ მერს, რომ დღევანდელი დღით ჩვენ არ ვამთავრებთ, რაც არ უნდა ჩაკეტოთ და ჩარაზოთ კარები, ჭიშკარი, ჩვენ მაინც მოვალთ, მაინც მოგადგებით, მაინც მოგთხოვთ პასუხს. დღევანდელი აქცია იყო პირველი გამაფრთხილებელი იმისათვის, რომ თქვენ დაგენახათ რეალური სურათი ფიზიკურად. გენახათ, აი აგერ ნახეთ რამდენი ხალხია ჩემს უკან, ეს არის 20% იმ ადამიანების, ვინც თქვენთან განაცხადი შემოიტანა. უფრო მეტი 80% ეხლა სახს ზის, მან არ იცის, რომ უსახკაროებისთვის და სხვადასხვა სოციალური პრობლემებისთვის ხალხი დღეს ქუჩაშია გამოსული. ჩვენ დღეს ვიყავით მთავრობასთან, ახლად დანიშნულ მთავრობის თავმჯდომარეს, რომელმაც დღეს დაიწყო საქმიანობა, დავენახეთ, ვაჩვენეთ რეგიონში არსებული პრობლემები. ეხლა დღესვე არ მოგთხოვეთ მოგვარება, იმიტომ რომ ეს იქნებოდა აბსურდი და ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდან პროვოცირება რაღაცის, იმიტომ რომ არ შეიძლება დღეს დამჯდარ კაცს გუშინდელზე პასუხი მოთხოვო. ამიტომ ჩვენ ვადროვებთ მას ერთ კვირას, ორ კვირას, არ ვიცი, შევხედავთ რამდენ დღეს ვადროვებთ, იმისათვის რომ გაეცნოს, იმედია ნახავს დღეს გაშუქებულ მასალებს, გაიგებს ჩვენ პრობლემებს. ასევე მოვედით დღეს აქ მერთან, იმისათვის რომ მივიღოთ ინფორმაცია, 1 მაისი არის დღე, როცა ხდება ყველა მუნიციპალიტეტში, ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში, ბათუმში და გოგულეთში განაცხადების მიღება უსახკაროებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ 5-ჯერ და 10-ჯერ მეტია რეგისტრირებული აქ უსახკარობაზე, ვიდრე დღეს არის აქ მოსული. ამიტომ მე ვთხოვ ქალაქ მერის ხელმძღვანელობას, გვითხრას, ვინ არის კომისიის შემადგენლობაში, ვინ უნდა გადაწყვიტოს, ვის უნდა მიცეს, ვის არ უნდა მიცეს, რა კრიტერიუმებით იქნება განსაზღვრული, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ოცნების ქალაქში 500-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, 1000-ზე მეტმა უნდა მიიღოს, მაგრამ იქ განსაზღვრული კრიტერიუმები არ იყო სწორად მიღებული და იქნა დაშვებული შეცდომა. მაგალითად, ასეთი ინფორმაცია მითხრეს, რომ გვერდით ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც აქვს 4 სართულიანი სახლი და მიიღო ბინა. აი ეხლა მე მთხოვენ პასუხს. მე ვერ გასაზღვრავ, ხალხო, ჩვენ ვიბრძოლეთ, რომ მიიღო ამ ხალხს და დანარჩენი უნდა გადაეწყვიტა ხელისუფლებას. ესე იგი, მიმღები არის ხელისუფლება და არა ჩვენ. ამიტომ ჩვენ ვერავინ ვერ დაგვდეს ბრალს. ეს რომ არ მოხდეს და პროცესი იყოს გამჭვირვალე, ამიტომ მოვედით აქ, რომ გაგვეგო მერიისგან. ეხლა აქ ვის ვესაუბროთ ჩვენ, დაგვახვედრეთ ჭიშკარი დაკეტილი. ხო და ცენტრალურ კარებში კიდე ის არისო, ის არის, რა ქვია, რემონტიაო, როგორც მითხრეს. მაგრამ გადავიდეთ აბა წინა მხრიდან, შეიძლება იქიდან იყოს ღია. გვერდით. დავიდეთ ხალხო, გაგვატარეთ. ბათუმის მერის ეზოს შესასვლელი ჭიშკარი არის დაკეტილი, ხალხმა ვერ მოახერხა შესვლა, ამიტომ გადაწყვიტეს ახლა გადაინაცვლონ წინა მხარეს, კარებთან მიადგნენ. ისინი სკანდირებენ, გამოდით,
თუმცა მათთან სასაუბროდ, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, აქაც არავინ გამოდის. ალბათონო, რატომ არ გამოდის ვინმე თქვენთან სასაუბროთ, როგორ ფიქრობთ? არ აქვს არანაირი პასუხი და მაგიტომ. არანაირი პასუხი ხალხი არ აინტერესებთ მაგათ. ქირაში დარჩენილი ხალხი ვართ. ქირებს ვერ ვიხდით, სახლებიდან გარეთ გვიშვებენ. სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ, რით გადავიხადოთ თანხა, ჯანმრთელობა შერყეული ადამიანი ვარ. ფიზიკური მუშაობა მე არ შემიძლია. ვითხოვ რომ მომცენ ბინა. ქირა რომ არ გადავიხადო, 6 თვის ქირა მაქვს გადასახდელი. ადამიანი გარეთ მიშვებს სახლიდან. ვითხოვთ რომ გამოვიდეთ და მოგხედონ და აი ეს ბინები რაც არაკანონიერად ააშენებიეს ჩვენ გვეკუთვნება. ხალხს აქ მოსულ ხალხს და ძალიან ბევრს აქ ვინც არ არის. მისცენ ეს ბინები გაუკეთონ რაც საჭიროა იმენას და შეგვიშვან დროულად. გამოვიდენ გარეთ, მოვითხოვთ ხელისუფლებას არ მოვცილდებით აქედან. არ მოვცილდებით ამათ გამოვიყვანთ გარეთ კაბინეტებიდან. ამდენი ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლიათ, შემოსავალი არ აქვს, ხელფასი არ აქვს, პენსია არ აქვს და არ ხედავენ ეს რა არის, რა ქვეყანაში ვცხოვრობ. აჭარაში, აჭარის ხალხი უსახკაროდ ვართ დარჩენილები. არაფერი არ გვაჩნია, არაფერი, მე არ შემიძლია მუშაობა. ფიზიკურად გული მტკივა. მე თაღლითმა შემიჭამა ფული, ვინის ფული შემიჭამა. უსახკაროდ ქუჩაში დამტოვა და ქირას ვერ ვიხდი გარეთ ვარ დღეს. გარეთ მე დღე-დღეზე უნდა გამომიშვას ჩემმა. გასაგებია, ალბათონო, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს ბათუმის მერის შენობის წინა მხარეს და სკანდირებენ გამოდით, თუმცა მათთან სასაუბროდ არავინ ჩანს. ახლა ხალხი მიემართება ბათუმის მერის შენობის უკანა მხარეს, კიდე მეორე მხრიდან მიდიან, რათა შეძლონ უკანა მხარეს მაინც შესვლა, რადგან შენობაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და მთავარი შესასვლელი ამ ეტაპზე არის დაკეტილი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიიდან, არავინ გამოდის ამ ადამიანებთან სასაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ უსმენს ხალხს და საზოგადოების საჭიროებებს აგვარებს. ხალხი სკანდირებს უკვე მერამდენი წუთია, გამოდით და მათი ხმა ფაქტობრივად არის უგულვებელ ყოფილი. აი მეორე შესასვლელიც დაუკეტეს. ბატონ თამაზ, რას ნიშნავს, როცა სკანდირებთ ამდენიმე წუთი და ხალხის მიერ არჩეული არავინ გამოდის აქ და არის საუბრება საზოგადოებასთან? ძალიან კარგად მახსოვს ბატონი მერი, როცა წინა საარჩევნოდ დადიოდა და მოსახლეობას ხვდებოდა, მათ შორის ჩვენ უბანშიც და მოსახლეობას პირდებოდა და აძლევდა გარანტიას, რომ ის იქნებოდა ხალხის მერი, რომ ის იქნებოდა ხალხის მსახური, რომ მისი კარი ღია იქნებოდა ხალხისთვის და ნახეთ, გადაიღეთ, შეხედეთ აგერ? აჰა. შეხედეთ? აი, დაუკეტეს ხალხს. აქაც დაგეთეს.
იქაც დაკეტეს და იქაც დაკეტეს. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს და ის არ ყოფილა ხალხის მერი. ის არის კონკრეტული კლანის მერი, ინტერესების მერი და სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ თამაზაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ამის არჩევა. ეს არ არის ხალხის მერი. ეს არის ვიღაცის ინტერესების გამტარებელი მერი და მე ვთხოვ ახლა ახალ თავმჯდომარეს, რომ აუცილებლად დასვას ამის საკითხი. ამას მერიაში დასცინიან და ვინ დაუჯერებს გას. ის არჩეული მერი არის ბატონ თამას, აჭარის მთავრობა რაშუაში. გჯერავთ რომ არჩეული მერია? ყოველ შემთხვევაში ხალხმა აირჩია არჩევნების გზით. კი ვიცით ჩვენ როგორ აირჩია, ზუსტად მამდაპირებებით რომ იქნებოდა ხალხის მსახური და ხალხმა დაუჯერა. მაგრამ რეალურად არ არის. ემალება ხალხო. ხალხთან სათქმელი არაფერი აქვს თუ რატომ არ გამოდის თქვენი აზრით? არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება და ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს ხელისუფლებას ზოგადად. თამაზაშვილიც ასე იყო, არ გამოდიოდა ხალხის, ეშინოდა. ესეც ასეა. რატომ ირჩევენ კარჩაკეტილ პრინციპს, პოლიტიკას, როგორ ფიქრობთ? ეშინიათ, ხალხის ეშინიათ, სწორად ამბობენ, ხალხის სამივე გამოსასვლელი დაკეტილია და განაწილებას რა აზრი აქვს. ეს არის მაგალითი, რომ ხელისუფლება ემალება ხალხს, მეტი რა გინდათ. ფაქტობრივად კანცელარიის მუშაობა ახლა შეჩერდა იმის გამო, რომ კარები ჩაკეტეს. კანცელარიის კი არა, უბრალოდ მოქალაქემ რომ მოვიდეს, ვერ შედის. იმიტომ რომ დაკეტეს. რატო დაკეტეს? თავდასხმას ვაპირებთ. თუ რა, ხო შეიძლებოდა გამოსულიყო და ეთქვა, 5 კაცი აირჩიეთ, შემოვიდეს, დაველაპარაკებთ, დასრულდა დღეს 1 მაისია. დასრულდა უსახკაროების პროგრამა, ხო? მაგათ თუ გონიათ რომ ჩვენ დღევანდელი მოსვლით დავასრულეთ, ძალიან ცდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მანამ სანამ ესენი არ დააკმაყოფილებენ. რას აპირებთ ახლა? ფაქტობრივად ყველა კარი დაგიკეტეს, მათ შორის აჭარის მთავრობაშიც არავინ შეგვიძლია. ჩვენ ახლა ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, დავანახეთ თავმჯდომარეს, დავანახეთ მერს. რამდენი ვართ, ხო ეს არის გამაფრთხილებელი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, არ წვიტავთ ჩვენ დღევანდელი დღით არ ვამთავრებთ. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას. მერია ხალხის არჩეულია. რატო იმალება მერია? მაშინ რატო ჩაკეტეს კარები? ხო ამბობენ რომ ხალხმა აირჩია მერია. როდის იყო მერია ჩაკეტილი იყოს? როდის ჩაიკეტ, რატო ჩაიკეტ? რას ნიშნავს, როცა ხალხს უკეტავენ კარებს? ეჩინია, ალბათ ემალებიან, რა ვიცი მე რას ნიშნავს, მათ კითხეთ ეგ უკვე. თქვენ რას ნიშნავს? უპასუხისმგებლობა. მოიყო და რომ გაცხადდა რომ მთავრობას გადაეცემა ეს კორპუსები ხალხს და იქნება სოციალური პროექტის ნაწილი. დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი ამ პროექტთან დაკარგოთ. დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი გოგოლის ქუჩაზე. დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი, რას აპირებს ხელისუფლება გოგოლის ქუჩაზე კორპუსებთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ პროექტს გადაეცა, ასევე ვერ მივიღეთ პასუხი უსახკარო ოჯახებთან დაკავშირებით, მოვედით ამ პასუხისთვის და ყველა კარი დაკეტეს. ესე იგი, მერი, რომელიც ამბობდა წინასაარჩევნოდ, რომ ის იქნება ხალხის მერი, დღეს დაემალა ხალხს. ამაგათი სახე. ამიტომ ჩვენ დღეს ამით არ ვამთავრებთ, ეს არის გამაფრთხილებელი, აქციები გაგრძელდება, მანამ სანამ კონკრეტულად ხელისუფლება არ გაგცემს პასუხს, რა ბედი ეწევა ამ ხალხს და იმ განცხადებებს, რომლებიც ხულოში, შუახევში, ქედაში, ქობულეთში და ბათუმში უსახკარო ოჯახებთან დაკავშირებით. ეხლა თქვენ მე მკითხავთ თუ არის რესურსი ძალიან დიდია ქალაქში, ყველა მშენებარე კორპუსში 20% მინიმუმ ხელისუფლებისა და არ ვიცით სად მიდის, აქედან გამომდინარე ბიზნესმა და ხელისუფლებამ ერთად აიღოს პასუხისმგებლობა როგორც ხდება სოფლიოში. აი ესა. დღეს დასრულდა რეგისტრაცია კი. დიახ, ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის მერიასთან. თქვენ კადრში ხედავთ უამრავი ადამიანები შეკრებილი ბათუმის მერიის თითქმის სამივე შესასვლელთან მივიდნენ, თუმცა კარები ჩაუკეტეს მათ. რატო ჩაგიკეტეს კარები, როგორ ფიქრობთ? რატომ დაჭირებული ადამიანმა მოვედით? ეთი მერიამ გამოვიდეს გარეთ, გამიათროს გარეთ და დაგვეხმაროთ და სიძულვილის ენის გარეშე უცენზურა ამ თავრობის ხელში. ბაღანა მათი გერმანიაში წევიდა, რაის გამო? უსახკაროს გამო. ბაღანას რამედება დედაჩები და ბენზინს გადავასხო და დაუჭვა მამას. ბენზინს გადავასხო და დაუჭვა მაგინებს. თუ არ გავაკეთე არა ქალი ვიყო მე. გამიეთროს გარეთ ამდენი გაჭირებული ხალხი რომ მოვედით. რატომ არ გამოვიდა? რატო შავე ჩვენ? რატომ არ გხვდებათ ბათუმის მერი, როგორ ფიქრობთ თქვენ? მე სამჯერ ჩევიწერე, შეხვედრა მინდო და არ შემახვედრეს. რატომ? რატომ და არ არისო მერიაო? აპრილის ბოლოს იქნა, დამთავრდა აპრილი. საგდია.
რაცხაბეთ ჩემი ბაბა იწავდა ისეც იყვანა ღმერთს. სამსახურის საათები ხომ აქ? პერერივზია? ველოდებით. რატომ არ გამოდის? რატომ დაგველაპარაკოს და რა მოხდა? თქვენი აზრით მერი რატომ არ გხვდებათ, რატომ არ გესაუბრებათ? მე არ ვიცი. ალბათ არ უნდა ჩვენთან ლაპარაკი. ჩვენი ნახვა არ უნდა. ჩვენი თავი ბოდიში და ფეხებზე კიდია. მათ გასიებული ჯიბები. გასწევდნენ ღმერთმა ცეცხლვა დაუწვეს მაგის მათი სახლი, კარი და მათი ჯიბები. მათი ოჯახი. ქალბატონო, ვეცადოთ პირდაპირ ეთერია, რომ იყოს თუ გინდა იგი იყოს საზღვარგარეთამ დიჩევიდეს. რატო? მодарებია რომ გაეშინა. ჩვენ კუთვნით რატომ საშუალებას არ გაძლევთ? რატომ იმალებიან თქვენი? მოვიდეთ შიგნით. რომ მოვიდეთ ჩემთან და დაგებინა თუ ნაჯახიდან დავჩეხო. ციხით თავის იმები რა გვითხრან რომ გამოვიგდნენ რაი? წადით სახშია ეს უნდა გვითხრან? ქუჩაში მძინავს ამის დედავატირე ქუჩაში. ქმარიმი არ ამყავს. შვილი აღარ მყავს. ატკადა გეარაწები და შობლებიც არ მყავს. მათაც მე ვარ დარჩენილი. ეს მეძამ გამიეთრო გარამატე დამოუტყრა. გთხოვთ, პირდაპირ ეთერი არაერთხელ მოგიწოდეთ, ეთიკურად ვისაუბროთ, ძალიან გთხოვთ. და გამოვიდეს, მეძამ გაჭირებული ადამიანი რომ არ უჭირდეთ არ მოვდოდენ მერიაში. ჩვენი დაწერილი გაცხადები ბოდიში ტრაქშაბეში. ბოდიში, კარგით, მოდით შევწყვეტოთ თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ ეთიკურად სალადობის მინი გამოქცეული ვარ საქართველოში და ყურადღებას არავინ არ მაქცევს. რატო უნდა ვიყეფო მე აქ ძაღლივე და რატო არ უნდა მქონდეს მე ნორმალური სამუშაო, როდესაც რომ უცხოელებს რეალურად აი ძალიან მაგარი სამუშაოებს რო აძლევენ. ურჩევნიათ უცხოელებს მიცენ სამსახური ვიდრე ჩვენ. არი გაღოს ვითარება პერიოდულად იძაბება მიმდებარე ტერიტორიაზე და პასუხისმგებელი პირი არავინ გამოდის ამ ადამიანთან სასაუბროდ. გამოდი! სამუშაო პერიოდში რატომაა დაკეტილი მერია? ხალხის არჩეულები ხარ. რატო კეთებ სამუშაო დროს? რომელ კანონს ექვემდებარება ეს? გამოდით გარეთ, გაგვიგონეთ. ბაბაუში. გამოდით! გაგვიგონეთ ერთხელ მაინც ეს გაჭირებულ ხალხს მოგხედეთ. გამოდი! საქართველოს გაუმარჯობ! გამოდი! 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 დანებებას არ ვაპირებ, სანამ არ გაგვიგონებენ. გამოდი! ხო, არჩევნების დროს რო გახსოვარ, არჩევნების დროს რო მოდიხარ სახლებში, ეხლა გამოდი! რატო არ გამოდიხართ ეხლა? რატო არ გაინტერესებუართ ეხლა? გამოდით გარეთ! ვიცი რომ ხედავ და გესმით. აი არა ჩაგედეს უყურეთ და გამოვხედეთ და ჩაგედეს. აზრი არა აქვს პიროსაცი. არ გამოდის. გამოდი! 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 კάνε ბაბუას უნდა ეთქვა რაღაცა. ბაბუას უნდა ეთქვა. მეგობრებო, წამოვწიოთ. მეგათო არის საბოციეთ ისა. ეს მეგათონი წამოვწიეთ, წამოვწიეთ. მეგობრებო, საქართველოს სიმნი ჩურთოთ და ვერტი გამოვიდა. მერა. აქ ვერტიდან გადაიღე მერა. მეგობრებო, თქვენი თვალით ნახეთ, რომ თქვენს მიერ არჩეული მერი დაგებალათ. მერმა დაგებალათ კი არა, ყველა შესასვლელი დაკეტა. დაკეტა, ვის დაუკეტა? ეხლა ინტერვიუს ვიღო. მერი რომელიც არის და რომელსაც აქვს პრეტენზია და რომელიც ამბობდა წინასაარჩევნო, რომ მისი მთავარი ამოცანა იქნებოდა ხალხის მსახური,
რომ მისი კარიღია იქნებოდა ხალხისთვის, აღმოჩნდა რომ იცვლოა, აღმოჩნდა რომ ის ხალხისთვის არ არის. ამის დათელი მაგალითია დღევანდელი დღე. მან დაგვიკეთა კარი. მან დაებალა ხალხს. ხელმა საქართველოს გაიგონოს და ხალხმა დაინახოს, რომ ბათუმის მერმა ეს დაებალა საკუთარ მოსახლეობას და ჩაუკეთა კარები. ამიტომ ასე ესენი რომ მოვლენ არჩევნებზე გამოეკიდეთ პოლის ჯოხით, რაც მოყვებათ ხელში. გამოეკიდეთ და დააბალულეთ. ჩვენი მერის და ხელისუფლების ვალდებულება რა არის? რომ ემსახუროს ხალხს, იმიტომ ყებულობს ხელფას ჩვენი ჯიბიდან, რომ ის არის დაქირავებული ჩვენს მიერ. როგორც ჩვენ ქირავობთ სახლში ხელოსნოს, ისეთივე დაქირავებულია ის ჩვენი. კი არ უნდა დაგვემალოს, გამოვიდეს, მოვიდეს და შეგვეკითხოს, ხალხო რა გიჭირთ? რა შეგაწუხათ, რა გინდა, რაზე დგახათ ამ სიცხეში, რა მოგიყვანათ ასე შორიდან? ამის მაგივრად დაიბალა ისე დაკმალა ღმერთ მაგარ გამოგაჩინა. გიგი გონოს ხმა, გიგი გონოს. მეგობრებო, ეხლა ბრუნდებით თავრობის სახლთან, თავრობის ხელმძღვანელს უთხრათ როგორი მერი და მერე იქ გაგაცნობთ ჩვენ შემდეგ გეგმას. რა და როგორ იქნება? წავედ მოკლედ როგორც გაჟღერდა ახლა კვლავ გადაინაცვლებენ აჭარის მთავრობასთან, რადგან ბათუმის მერიის ყველა შესასვლელი ჩაუკეტეს აქ შეკრებილ ადამიანებს და როგორც თამაზ ბაკურიძემ განმარტა, შიშარა იძახია. მარჯვნივ მეგობრებო, თავრობის სახლთან. საძამე კაცი კი ბატონო. ბატონო და შუშანა ხო დაიძახე და თამრო გაიგონა ცისანა. არა, ცისანა თაზე ფოქსა. განათლება, დიპლომი კი არა, ადამიანობა. რაც რომ არა. ხო, კი არა პრობლემა. საპროტესტო მსვლელობა მიემართება კვლავ აჭარის მთავრობის სახლთან და როგორც ითქვა ზურაბ პატარაძეს ეთქვიან იმას, რომ ბათუმის მერი არის არაკომუნიკაბელური, ეს არ ხვდება ხალხს და უნდა გადაიხედოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის აირჩიეს ბათუმის მერად. ყურადღებას. ვითხარით ქალბატონო რა გაგვცეთ თქმელი? მე რა უნდა მქონდეს? მე მოგვაქცევ ყურადღებას. ვინც იმსახურებს ნამდვილად და ღირსი, აი მან და მიიღოს ყველაფერი, აბა როგორ? ხუთი შვილის დედა რო გარეთ იქნები, როგორ იქნება ეს ყველაფერი? გააძნელია. თქვენ ვითხარით ქალბატონო. მე მარტო ხელა დედა ვარ და არ მაქვს სახკარი და ვიბრძვი იმისთვის, რომ მინდა რომ სახლი მქონდეს. საკუთარი კეირა, რომელშიც მე და ჩემი შვილები ვიცხოვრებთ. დიდი მადლობელი დავრჩები თუ ეს კანონით მომიწევს. გასაგებია, მადლობა. როგორც ხედავთ აქ მარტო ხელა დედებიც იმყოფებიან, რომლებიც ასევე ითხოვენ ბინით უზრუნველყოფას.
საპროტესტო მსვლელობა ახლა გადავიდა ბარათაშვილის ქუჩაზე და ისინი მსვლელობით მიერთმართებიან უკვე აჭარის მთავრობასთან. ვინც ახლა შემოგვიერთდა, კიდევ ერთხელ განმარტავ მათთვის და გეტყვით, რომ ბათუმში მიმდინარეობს ხალხმრავალი საპროტესტო აქცია. აქ იმყოფებიან იპოთეკით დაზარალებულები, მიწის ჩამორთმეული მიწის მფლობელები, მშენებლობით სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული ადამიანები, ასევე ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები და აქ ასევე იმყოფებიან უსახლკარო პირები, რომლებიც ასევე ითხოვენ ბინის უზრუნველყოფას, ზოგიერთი მათგანი კი ითხოვს სხვადასხვა საჭიროების მოგვარებას. თავდაპირველად აქცია დაიწყო ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი შეიკრიბნენ, მოგვიანებით გადაინაცვლეს აჭარის მთავრობასთან, თუმცა მათთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა. შემდგომ ეს საპროტესტო მსვლელობა გადავიდა უკვე აჭარის მაუწყებელთან, სადაც ითხოვეს ტელევიზიით პროცესების გაშუქება, მოგვიანებით კი ისინი მივიდნენ ბათუმის მერიაში, სადაც სამივე შესასვლელი ჩაუკეტეს, მათ შორის ადამიანებმა ვერ მოახერხეს შენობის ეზოში შესვლა, დაცვის სამსახურმა ყველა კარი ჩაკეტა და მას შემდეგ, რაც ისინი სკანდირებდნენ შიშარა მერი, გამოდით, დაგვენახეთ და მათთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა, მოგვიანებით კვლავ გადაწყდა, რომ საპროტესტო მსვლელობა გადავა აჭარის მთავრობასთან და როგორც იქ ითქვა, ზურაბ პატარაძეს კიდევ ერთხელ შეახსენებენ იმას, რომ ბათუმის მერი, საუბარი არის გიორგი ცინცაძე, რომელიც ასევე იყო სულხან თამაზაშვილის კადრი, გამოირჩევა არაკომუნიკაბელურობით, ის არ ხვდება საზოგადოებას და შესაბამისად ზურაბ პატარაძეს ეტყვიან იმას, რომ გადასახედი არის ბათუმის მერის კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ ის არის არჩეული მერი, ფიქრობენ აქ შეკრებილი ადამიანები, რომ აუცილებელია, რომ ბათუმის მერმა დატოვოს თანამდებობა. და უკვე გამოინაცვლა საპროტესტო მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცოტა ხანში უკვე მივალთ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ის, რომ საპატრულო პოლიციას ჰქონდა არაერთი მცდელობა იმისა, რომ სატრანსპორტო მიმოსვლა არ ჩაკეტილიყო, თუმცა ამის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ გამოდის, რადგან ხალხის რაოდენობა იმდენად დიდი არის, რომ ისინი ვერ ეტევიან ტროტუარზე და სწორედ ამიტომ მოძრაობენ სამანქანე გზაზე, რაც ასევე ცხადია იწვევს ზოგიერთ შემთხვევაში მოძრაობის შეფერხებას. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მემედ აბაშიძის ქუჩაზე სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. მოდით მოკლედ კიდევ ერთხელ მოусმინოთ პირდაპირ ეთერში, რა სკანდირებენ აქ შეკრებილი ადამიანები. გითხარით თქვენი სათქმელი. იყავით ბათუმის მერიაში. მენია 3 წელია მაგას ვიძახი და არ ესმია და კიდე მოვდივარ იქნებ გამევიდეს. მაშინ წინაკარები დავკეტეთ, უკანა გზიდან გეიქცა და ახლა საიდან გეიქცევიან კიდე მაინტერესებს. მეტი აღარაფერი. მოვიდა საპროტესტო მსვლელობა კვლავ აჭარის მთავრობასთან და აქაც სკანდირებენ გამოდით. პოლიცია კვლავ არის მობილიზებული აჭარის მთავრობის სახლთან.
შესაბამისად მithov ვერ ვიცით ხილას და ვიშობენ საქმიდან მეპატრონეები ქუჩაში მიცხოვრობ ის მივხედოთ საკუთარ ცხოვრებას ადამიანები მარტო ხელები პენსიონერები უსახარონ შრომის შეუძლებლობა შეძლება რომ არ აქვს ადამიანს ვერ შეუძლებს რომ რაიმე გააკეთოს საკუთარ თავისთვის გამოვიდა ხელისუფლება და გახდეს პასუხი რატომ არ მაქვს დღემდე ინფორმაცია იმასთან შესახებ ვიქნებით თუ არა ჩვენ სახკარის და ბინების მეპატრონეები და შესახები თუ არა მეკნება თუ არა თავშესაფარი რომ სიმართლე და ქარში არ დავჭენ გარეთ მოვითხოთ ყველას მოვითხოთ რომ გამომწვანდნენ გარეთ ხელისუფლება და აჭარის სახე რომელიც ქუჩაში მაგდრობად არიან ძეცმაშენილი მიხედონ ახალ მიხედონ გადავდებლად მიხედონ და პასუხი გაგვეცი ძალიან ხომ აი ბანჯარაში აღენდა იცინიან სიცხვილი არა სიცხვილი მეგობრებო, ერთი წუთით. კორექტულად. ძალიან თქო კორექტულად. მეგობრებო. ხალხი გოდიან და შემოგვიერთენ. მეგობრებო, ძალიან კორექტულად, რამე არ დაგვირგვევია დღეს, ლამაზად ყველაფერი. ჩვენი დღევანდელი დღის მიზანი იყო ის, რომ გადმოდით რომ არ შეუშალოთ და მეც არ შემეშალოს გამოსვლაში ხელი. დღევანდელი დღის ამოცანა იყო მეგობრებო ის, რომ ახლად დანიშნული სიჩუბე რა, ძალიან გთხოვთ. სიჩუბე, ძალიან გთხოვთ. დღევანდელი დღის ამოცანა და მიზანი იყო ის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ეხლა დაინიშნა და დღეს შეუდგა საქმიანობას, ბუნებრივია დღეს ეხლა ჩვენ მას ვერ მოვთხოვთ პასუხს იმაზე ერთი წუთი, იმაზე რაც მას არ ექნება პასუხი. ამიტომ ჩვენ მან დაგვინახა, იცის, ჩვენი პრობლემები იცის, საქმის ყურშია, ჩვენ უბრალოდ მოვედით და დავენახეთ. რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში არის. შემდეგ გადავედით მე ერთად რატომ? იმიტომ რომ თქვენ იცით დღეს 1 მაისს თავდება უსახკაროთა რეგისტრაცია. მივედით რომ მე ერთად მერისგან ერთი წუთი. სიჩუბე რა. მერისგან დაგვედგო პასუხი, მაგრამ ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ შეეშიდა ხალხის. ყველა კანები ღია იყო, მივედით დაკეტეს. მერი რომელიც მე მახსოვს წინასაარჩევნოდ მათ შორის ჩემუბაშიც მოვიდა და თქვა მე მოვდივალო განსაკუთრებული და გამორჩეული მერიო. იმიტომ რომ მე უნდა ვემსახურო ხალხს და მე მოვდივალ ხალხის მერიო. ჩემი კარებიო, ერთი წუთი. ჩემი კარები ღია იქნებაო ხალხისთვის. მეც მეგონა ერთი ვნახოთ, აბა რამდენად ღია იქნება, მაგრამ დავინახეთ რომ დააკეტა. და შეეშიდა ხალხთან ურთიერთობა. ბუნებრივია ყველას ვერ დაგველაპარაკებოდა, მაგრამ საკმარისი იყო 5 კაცი შესულიყო მასთან, რომ რატომ მოვიდა ამდენი ხალხი, მაგრამ მაგიც ვერ გაბედა. შეეშიდა. არა უშავს. ჩვენ დღეს გაბაფრთხილებელი აქცია გქონდა
და დავადახეთ ერთსაც და თავრობის თავმჯდომარეს, რომ პრობლემა სერიოზულია, რეგიონში უსახკაროების პრობლემა. რესურსი არსებობს იმისა, რომ უსახკაროების პრობლემა მოგვარდეს, ბიზნესთან ერთად სახელმწიფოს ვერ შევეჭიდებით, ამის რესურსი არ გააჩნია, მაგრამ სოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ევროპაში ხელისუფლება და ბიზნესი ერთად ღებულობს ამ პასუხისმგებლობას სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ანუ ხელისუფლებამ და ბიზნესმა უნდა მოიგდეს, შეიმუშაოს უნდა გეგმა, რომ ააშენებ კორპუს 10% უნდა წავიდეს სოციალურ პროექტში. განა დღეს მასი არის ხალხო, რომ მიდის ბიზნესმენი მაგალითად თავრობის თავმჯდომარესთან და ითხოვს ნებართვას, იქ სახელმწიფო არ ხვდებს 10%-ს 15-20, მაგრამ დღემდე არავინ არ იცის სად მიდის. არავინ არ იცის. დაგეტილია. ამიტომ მოდი ჩვენ თვითონ ავამოქმედოთ ეს მექანიზმი. ჩვენ ვინ ხალხმა, უსახკაროებმა. ჩვენ თუ არ გამოვედით, სახში ფინანს არავინ არ მოგვიტავს, მეგობრებო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღე იყო ჩვენი ბრძოლის დასაწყისი, გამაფრთხილებელი. ეხლა მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ახალი დანიშნულია და ვინაიდან იმან ჩაკეტა კარები, ეთყობა ვეცოტავეთ, მაგრამ უფრო ბევრი გამოვალთ. 15 მაისს პარასკევი დღეა, სამუშაო დღეა, 15 მაისს საათი იცვლება 12 საათზე. ეხლა მე ყველას გასაგონად ვამბობ, რომ მე მესენჯერში ნუ მწერთ, როდის საათ, არ ვიცოდი, იმან არ იცოდა. მანამდე ჩვენ შევეცდებით ხულოში და შუახევში ქედაში დავმართოთ შეხვედრები ეკომიგრანტებთან, ვინც უსახკაროა, მაგრამ პირველი გრანდიოზული და მასშტაბური აქცია, ეხლა ყველამ დაიბახსოვრეთ, რომ მე აღარავინ არ მომწეროს და არ დამისვას კითხვები. 15 მაისს 12 საათზე, იქ სადაც ჩვენ შევიკრიბეთ. გოგესმით, თანახმა ხარ? დამიდასტურეთ ხელი. 15 მაისვე მოხდება ყველა იმ პირის რეგისტრაცია ადგილზე ჩვენთან, ვინც შეიტანა განაცხადი და წარუდგეთ თავრობას და მერიას, რომ კიდევ არ მოწყვილდეს ხალხი. ვისაც შეტანილია, ჩვენ უნდა გქონდეს ერთი სიახლეში, რომ ავაფაროთ და უთხრათ და რამე სხვასია არ შემოგვყენოს. გასაგებია? კარგად იყავთ აბა, მივდივართ ეხლა და 12 საათზე ვხვდებით იქ, სადაც დღეს შევხვდით. ლამაზობით და კარგობით. მაგრად იყავით და კარგად იყავით. მოკლედ საპროტესტო აქცია დასრულდა ამ დროისთვის, თუმცა როგორც ითქვა, განახლდება 15 მაისს 12 საათზე. დაახლოებით 2 საათია ფაქტობრივად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ბათუმში. სველობით მოიარეს რამდენიმე ქუჩა, მივიდნენ ბათუმის მერიასთან, აჭარის მთავრობასთან, თუმცა მათთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა. თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენდით სხვადასხვა სოციალური ჯგუფის პრობლემის მქონე ადამიანის მოსაზრებებს და ცხადია აჭარა თაიმსი ამ ადამიანების ხმა იქნება ყოველთვის და ჩვენს პლატფორმაზე გაიგებთ მათ სათქმელს. იმისთვის, რომ ჩვენი აუდიტორია გაიზარდოს, სასურველია პირდაპირ ეთერი გააზიარეთ, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა გაიგოს თუ რა ხდება მათ გარშემო. ჩვენ კი დიდი აუდიტორია მოგცემს мотивაციას და შანს იმისა, რომ ვიყოთ ხალხის ხმა და მათი საჭიროებები ყოველთვის ისმოდეს ჩვენს ეთერში. მოკლედ გემშვიდობებით, ცხადია, მოვლენების განვითარებით, კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა ნდობისთვის, ნახვამდის.